მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, დღეს 21 მარტი გახლავთ, ყველას გადასარევად მოგეხსენებათ ეკრანებზე ბუხარესტი არკულ დე ტრიუმფი სტადიონზე. ერთმანეთს დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ტურში დაუპირისპირდებიან ადგილობრივი რუმინეთის ეროვნული ნაკრები, რომლებიც მუხის ფოთლებად იწოდებიან და საქართველოს ეროვნული ნაკრები. საინტერესო მატჩია, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს გადაწყდება ამ ტურნირის გამარჯვებული. მართალია რუმინელებმა ცოტა არ იყო ჩაუმუხლეს რუსეთში, რამოდენიმე ტურით ადრე, მაგრამ ეს არაფერს არ წყვიტავს. რუმინელებს შეგახსენეთ ამ ტურისათვის ჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება, ქართველებს ჭირდება რა თქმა უნდა გამარჯვებაც, იმიტომ რომ დიდი სლემი დავამთავროთ ტურნირი და ამავე დროს ფრედს ყოფნით. დღევანდელ საღამოს მანამდე გეტყვით იმასაც, რომ მოკალათით თქვენ სავაზლებში რაც შეიძლება მოხერხებულოთ, იმიტომ რომ უახლოესი 2 საათის განმავლობაში მოგვიწევს ბევრი სასიამოვნო, მგონი რომ ბევრი სასიამოვნო ეპიზოდების ხილვა. დღევანდელ საღამოს თქვენთან ერთად გავატარებთ მე და პაცემული არჩილ ჭუმბურიძე. გამარჯვებათ პატივცემულ ტელემოყურებლებო, ნიაზმა ისეთი კარგი წირეთქმა მოგიძღვნათ და მოგვიძღვნოს უყოლას, რომ მე მგონი თქვენს დაგაინტრიგათ, იმითი რომ ძალიან საინტერესო და სერიოზული მატჩი გველისწინ. ისიც გითხრათ ნიაზმა, რომ ჩვენ ფრედს გვაწყობს, თუმცა დარწმუნებული იყავ ისე ჩვენს დარწმუნებული ვართ, რომ ქართველები ნამდვილად არ ითამაშებენ დღეს ფრედზე. თუ მოწყობაზე აჩქო, მაშინ მოგება უფრო. რა თქმა უნდა, მოგება გვირჩევნია და მოვიგებთ, მე დარწმუნებული ვარ ამაში, ძალიან ჯერა ყოველ შემთხვევაში და ძალიან მინდა. თუმცა არ დაგვაუწყოთ ის რომ რუმინეთს ძალიან კარგი ნაკრები ყავს, ის რომ მათ ნიაზმა მოგახსენეთ რომ ჩაიმუხლესო, ზუსტად ასე მოხდა, ჩაიმუხლეს რუსეთში და ნუ წაგების რა გითხათ, მაგრამ შეიძლება არ გაუმართლათ, შეიძლება იქ დარტყმავერი ვარგა, შეიძლება ტრიბუნებმა იმოქმედეს, თუმცა ფაქტია ჩაიმუხლეს და დათმეს ის მატჩი, გაერთულეს ძალიან სიტუაცია და ჩვენ დავრჩით ის ლუკვა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაყლაპონ და ისეთის რომ მოიგონ დღევანდელი მატჩი. და კარგი იქნება კისერზე თუ არ დაადგა. რა თქმა უნდა, ხედავთ რუმინეთის ნაკრები გამოჩნდა კიდევაც, რომელიც მიჩვენებენ თუ როგორ შემოდიოდა სტადიონზე და იმასაც გეტყვით, რომ პარალელურად მიმდინარეობს რუსეთისა და პორტუგალიის მატჩი, სადაც რუსეთში მიმდინარეობს ეს მატჩი, სადაც რუსები იგებენ 10-0-ს. რაც შეეხება ჩვენ ნაკრებს, მოდი სანამ მატჩი დაიწყება, რამოდენიმე სიტყვა ვთქვათ განვლილ მატჩებზე, ჩვენი ნაკრების ჩატარებულ მატჩებზე. ნუ ყველას გვახსოვს რუსეთთან მატჩი, მოდი ცოტა შორიდან მოვუაროთ ამ რუსეთის მატჩს და ისიც ვთქვათ, რომ ნუ იყო ლაპარაკები თითქოს საქართველოს ნაკრების სასულე ორკესტრის ფონზე, რომელიც რუმინეთში ბუხარესტის სტადიონზე მარშირებას აკეთებს. ჩვენებიც გამოჩნდნენ ნაკრებში. იური ნატრიაშვილი ისიც ვნახეთ, ხო, გამოჩნდა. დიდი ხანი არ ყოფილა საქართველოს ნაკრებში, 2 წელი არ უთამაშია მას და დაბრუნდა კიდევაც. აი ეს არის ძალიან საინტერესო თემა, სხვა შორის აჩქო ამ ტურნირზე უკვე მეოთხე ყვაჭის გამოცდა მოგვიწევს. ნუ ის რომ ტრავმა მიიღო შალვა მამუკაშვილმა, ეს ყველას მოგეხსენებათ. შემდეგ უკვე დავრჩით 2 იმ მოთამაშით, რომლებსაც ხედავთ თქვენ სისტემატურად. ესენი გახლავთ ზურაბ ჟუანია და მაისურაძე, სიმონ მაისურაძე. გამოდიან ნაკრებები, აი ხედავთ შალვა სუთიაშვილი, ჩვენი ნაკრების კაპიტანი, გულიდასული და მიხაი მაკავეი, კარგად იცნობენ ისინი ერთმანეთს, ორივე ფრანგულ პროდეორში მასში თამაშობენ, თანაგუნდელები არიან. თანაც ორივე მესამე ხაზელი, რა საინტერესოა. ორივე მესამე ხაზელი. თუმცა ერთი გახლავთ 8 ნომერი, ერთი 6 ნომერი. თქვით ისიც რომ გამოჩნდა იური ნატრიაშვილი ნაკრებში და ის რომ მე ხას ნამდვილად არ გადაუსწრებდი ამ მორაგბეს, ძალიან კარგი ჰუკერი გახლავთ, ძალიან კარგი მომწოდებელია დერეფანში და ასევე ძალიან სხარტი და ტექნიკური მოთამაშე გახლავთ. მე მაქვს საშუალება ხოლმე და ვადევნებ მის თამაშებს, საფრანგულ ტურში თამაშობს. სუზერიტად შემადგენლობაშია და ძალიან კარგი რეზულტატია ყოველთვის ამ მოთამაშეს. ასე რომ იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჩვენთვის ეს კიდევ უფრო კარგია, კიდევ ერთი ძალიან კარგი ჰუკერი ყავს გარდა მაისურაძის, შალვა მამუკაშვილის და ნუ ჯავაბრეგოძეც არ დაგვაუწყდეს, ასევე ჟუანია არის, რომელიც კი, ეს ასევე ჟუანიასთან დაკავშირებით მინდა 2 სიტყვა მოგახსენოთ ამ მოთამაშეს. აქვს ეს ამ ბოლო დროს გახუკერდა, ასე ვთქვათ, მოდით, გამომდინარე იქიდან რომ პრობლემები შეგვექნა ჰუკერის პოზიციაზე, თუმცა ამის წინაპირობა არსებობდა მისი ნიჭი ჰუკერობისკენ, რაც ნუ ვლინდება თამაშთან თამაშზე. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ ტურნირში ყველაზე წინ მელელოებს შორის ზურიკო ჟანია. 4 თამაში აქვს 5 ლელო გატანილი და ყნოსვა ამ მოთამაშეს ფანტასტიკური აქვს ლელოს გატანის.
ეხლა მოვისმინოთ ჰიმნები და შემდეგ უკვე მოგახსენებთ გუნდების შემადგენლობებს. პირველი რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრების ჰიმნი იქნება. საინტერესოა სასულიერო ორკესტრის შემოკლავს ჩვენ ჰიმნს. შესრულდა ჰიმნები, ეტყობა ორკესტრს არ ქონდა დაზეპირებული ჩვენი ჰიმნი ნოტების ჩატანა დაავიწყდა. სამაგეროდ რუმინული შეასრულეს გადასარევად, მათ შეეხება მაყურებელს საგან ტრიბუნა ანახეს და მაყურებელი ჩვენი არ იყოს, ეტყობა თამაშის დაწყების დროს შემოემატება. ესე რომ ეჭვი იმაში, რომ ტრიბუნების სავსე არ იქნება ნაკლებად გვაქვს. აქედან გამომდინარე გადავიდეთ დრომაც მოიტანა უკვე შემადგენლობებზე. რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს მოგახსენებთ მე, რუმინეთის ნაკრები ნომერი 15 იოანე ბოზეტაზუ, ადრიან აპოსტოლი ნომერი 14, 13 რობერტ დასკულუ, 12 ჩობა გალი, 11 დორიან მანოლე. ნახევარდაცვა დომბრავა ნომერი 10 და ნომერი 9 კალაფეტეანუ, შერკინების პირველი ხაზი ანდრია ურსაკე, ნომერი 1 ორ ნომრად ოთარ ტურაშვილი, არ გაგიკვირდეთ რუმინელებზე ვლაპარაკობთ, პაულიკა იოანი ნომერი 3, ალინ კოსტე ნომერი 4 მეორე ხაზზე გადავედი, მარიო სირბო ნომერი 5, ვიოლე ლუკაჩი ნომერი 6, ვალენტინ ურსაკე, მისი ძმა ურსაკე პირველ ნომრადაც თამაშობს და მიხაი მაკოვეი გუნდის კაპიტანი. საქართველოს ნაკრები მერაბ კვირიკაშვილი სწორედ მან შეიყვანა ბურთი თამაში, თამას მჭედლიძე 14, 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა მალაღურაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე, ნომერი 8 მამუკა გორგოძე, 7 გიორგი თხილაიშვილი, 6 შალვა სუთიაშვილი კაპიტანი, პეტე მიქაუტაძე 5 ნომერი, 4 გიორგი ნემსაძე, დავით ზირაქაშვილი 3, ირაკლი ნატრიაშვილი 2 და მიხეილ ნარეშვილი პირველ გუნდის მთავარი ნიუტონ ღეიგი და ძალიან ცუდად დაიწყეთ თამაში, ხედავთ რუმინელებმა მოლი შეკრეს და სადამდე იარეს, გადმოვიდნენ საქართველოს ნაკრების მოედანზეც და ამეთი არ კმაყოფილდებიან და კიდე აგრძელებენ შეტევას. ახლა როგორც იქნა ხაზზე გაათამაშეს ბურთი და მარჯვენა ფრთაზე გვიტევენ. რიცხობრივი უპირატესობა არ აქვთ, კარგად მოახერხეთ და ჩავრეკეთ, სარაგბო ტერმინს ვიხმარ, კარგად ჩავრეკეთ, გამოიტანეს რუმინელებმა, ეხლა უკვე მარცხენა ფრთაზე უტევენ, იქვე ახლოს, სადაც მეტი მორკინალი ყავდათ, იქ დაარწეს ზუსტად
აყოვნებს ბურთი ჯერჯერობით გამოსვლას, თავარი არ დაუჯარებდეთ. ეხლა გამოიტანეს ბურთი რუმინელებმა. კალაფეტიანომ გამოიტანა ბურთი ურსაკეზე, ურსაკემ პირველი დარტყმა მიაყენა, მაგრამ აქ მარჯვედ დახვდნენ ქართველები. დახვდა მაინც ის, ვინც არ უნდა დახვედროდა მამუკა გორგოძე და ხედავთ რამდენი დაიხია უკან. მარჯვენა ფრთაზე გამოიტანეს რუმინელებმა ბურთი, ამჯერად უკვე უკან იხევენ, ვერ მოიგეს ის უპირატესობა, რაც ჰქონდათ დათმეს და ჩვენმა აგრესიულმა ხაზში კარგად თამაშმა ხედავთ, ნუ აი აგრესიულად იწევენ ბიჭები წინ და ვახერხებთ იმას, რომ რუმინელებმა საწყის დარტყმაზე რაც მოახერხეს და ამოიტანეს ბურთი, ეხლა უკან იხევენ. კარგი იყო ძალიან ნემსაძე. გააქვავა მოწინააღმდეგე, საკუთარ 10 მეტრიანში გადაიყვანეს რუმინელები და ფეხით. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რუმინელებმა მიიღეს. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა დაჩქო დომბრავეს, იმიტომ რომ გაგრძელება არანაირი არ ჰქონდა შეტევაში. მეკომ გადაკიდა მაღალი ბურთი და ვინიუსი. საბრძოლო ეს ბურთი აი ნახოთ. ეს თავისით დავარდა აქ არაფერი შუაში არ არის ან ჯარიმა ან არაფერი, მაგრამ ისე რუმინელები დაეუფლნენ ბურთს. კალაფეტიანი მარჯვენა თამაშა აერში. მარჯვენა ფრთა დაარტყა იქვე, იქ ბუკა შარიკაძემ კარგად შებოჭა და კალაფეტიანო ფეხით მაღალი ბურთი აწია, მთავარია კარგად დავხუროთ ის ადგილი. ასეც მოხდა. როგორც იქნა ტესტირება, როგორც იქნა კი არა ტესტირებას გვიტარებენ ეთყობა პირველ ტაიმში უკანა ხას, ეს საკმაოდ ყურადღები მომენტი გახლავთ. ამჯერად ჩვენებმა გადაკიდეს უკანა ხასში ბურთი და ადრიან აპოსტოლმა იგდო ბურთი და აუჩი გადაიტანა. ცენტრში არის დერეფანი, ჩვენი დერეფანი იქნება იური ნატრიაშვილი მოაწვის ამ ბურთს დერეფანში და იმასაც გეტყვით რომ ძალიან კარგად მოდი ესე ვთქვათ და თუ პირველი მომენტი იყო, დაწყების მომენტი იყო, როდესაც ჩვენ მოლში უკან დავიხიეთ და საკმაოდ დიდი მანძილი წავაგეთ, შემდეგ უკვე ძალიან კარგად გამოვასწორეთ თამაში და იმ აგრესიული ხაზის აწევით და დაცვით მოწინააღმდეგეს ელემენტარულად შანსი არ დაუტოვეთ, დავახევინეთ საკუთარ მოედანზე გადავიყვანეთ, 10 მეტრიან წვრილ ხაზამდე ჩავიყვანეთ საკუთარ და ის შენ რას თქვი, რომ დუმბრავას ერთ-ერთი გამოსავალი ის ქონდა, რომ ფეხი დაერტყა, რა თქმა უნდა, ასე იყო, მოვიგე თამაშობაში ტელეფონი და საბოლოოდ იქ სად ცენტრში ჩვენია ბურთი და ჩვენი აკონტროლებთ. ბუკა შარიკაძემ დაარტყა შუაში, ვასხამ გაიტანა მარცხენა ფრთაზე და ეხლა უკვე ჩვენი უკანა ხაზი ჩაერთო შეტევაში, მივახციეთ ცენტრამდე აქ. შეგვაყოვნეს მოახერხეს რუმინელებმა და ლობჟანიძე ალბათ მარჯვენა ფრთაზე დაიწყებს შეტევას. დაიწყო კიდევ შეტევა, გაარღვია ხაზი კვირიკაშვილი იყო. კვირიკაშვილი იყო, ისე მარჯვენა მალაღურაძე, გამოიტანა ბურთი გორგოძე. თითქოს მეტნი იყვნენ შეიძლება და მარჯვენა ფრთაზე გადაცემა, მაგრამ ასე შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ იქ არ დაგავწყვეტო ჩარეყვის წესი მოქმედებზე თან დგას შერკინების მოთამაშეები, ხაზის მოთამაშეების წინააღმდეგ, რომელიც სისწრაფეში ნამდვილად ჯობიანი ხდება. ამჯერად რუმინელებმა იყო ჩაღეწკედო დაცვაში ძალიან ეფექტური არის ლუკაჩი. ჩახურეს ჩვენი ხაზი, ბევრი კი ვართ, მაგრამ ჩარეკილები ვიყავით. წითამაში ამწოვებდა თამაშს კი ლაშა მალაღურაძე, რომელმაც ხაზზე გაატანა ბურთი მერაბ კვირიკაშვილს და ეს გადაცემა არ გავიდა, აი ნახეთ ნარიაშვილის დარტყმა გვიჩვენეს ჩვენ და აი ხა ვნახოთ გამეორებით ის მომენტი. თავარი მომენტი გამოგჩა, კი არ გამოგჩენია, უბრალოდ ელემენტარულად ვერ მოვასწარით ჩამოთვლა. თავარი მსაჯი გახლავთ გარი კონვეილი ირლანდია და ნეხმარებიან თანაქალაქელები თუ არა, ყოველ შემთხვევაში თანაქვეყნები ნაიჯელ კორელი და რიჩი კერი. მცირე პაუზაა, რომელიღაც ხედავთ საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამს, გამოჩნდნენ ჩვენი მორაგბეები, გიორგი ბეგაძეს ხედავთ, დათუნაშვილს ხედავთ. ძიმე დესანტი ყავს გადასხმული რუმინეთში. ამასობაში ვიდროვებდა მწვრთნელები საჩამოგითვლით. მწვრთნელთა ჯგუფი მილტონ ჰეიგი მოგეხსენებათ, რომ თავარი მწვრთნელია, წინა რეპორტაჟის დროს ვიხუმრების წინაპარი დავასახელე, მაიკლ ბრედლი დამხმარები დიდიე ბესი, ილიკო ზედგინიძე, ილიკო მაისურაძე და ირაკლი მაჩხანელი, მენეჯერი ვასილ აბაშიძე. რაც შეეხება რუმინელთან მწვრთნელს ლინ ჰაუელსი გახლავთ, მათი მწვრთნელი უელსელის წარმოშობით. შერკინება, პირველი შერკინება მატჩისა თუ პირველი დერეფანი ჩვენი იყო და ძალიან კარგადაც მოაწოდა ნატრიაშვილმა. ნახეთ, ამჯერად უკვე პირველი შერკინება და ისევ ჩვენი შეგდებით არის. ნახოთ, ვასილ ლობჟანიძე საქართველოს ნაკრების ახალბედა 9 ნომერი, რომელმაც ძალიან კარგი თამაში დაგვამახსოვრა თავი. ახალგაზრდა ბიჭია, ნუ რა თქმა უნდა, გამოცდილება აკლია, თუ რაღაც შეცდომები. მეხუთე თამაშს ატარებს სხვათა შორის დღეს. ხო, რომ შეცდომები აქვს, შეცდომები ყველას მოსდის, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია, მე პოტენციალი ჩანს, რა თქმა უნდა, მოთამაშეში. რა თქმა უნდა, ორი უდავოდ ჩანს ამ მოთამაშის პოტენციალი, რანაც არ დაგავიწყდეს 9 ნომერი არის გუნდის ერთ-ერთი ტვინი, როგორც წესი ყველა გუნდში. და ამ წლებში ვაცკო რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, სულ რაღაც 20 წლის გახლავთ და
ამ წლებისთვის საკმაოდ მომწიფე დაზროვნებს. ვერაფერს გადაბრუნებულ სიტყვას ნამდვილად ვერ ვიტყვი. აკი მოხდა ის რომ შერკინებაში ვიმარჯვეთ აქაც მოწინააღმდეგე ვაიძულეთ რომ დაჯარიმებულიყო. კერძოდ კი რომელთა პირველი ნომერი ანდრეი ურსაკედას დაჯარიმდა იქ დათუნა ზირაქაშვილს ელემენტარულად ვერ დაუდგა და ჩვენი დერეფანი იქნება მოწინააღმდეგის უკვე წვეტილ ხასთან ხედავთ 10 მეტრიან წვეტილ ხასთან და ისევ იური ნატრიაშვილი მოსვლის დერეფანში გურს ნახოთ რომელ ხტომელზე აგდებენ მოგეხსენებათ შემტევი დასვითი დერეფანია ამ შემთხვევაში აგდეს მეოთხე ხტომელზე არც თუ ისე კარგად მაგრამ ბურთი ჩვენ დაგვრჩა ყოტე მიქაუტაძე მიიღო ჩაღაიქ გადმოვარდნილი ბურთი შეინარჩუნა და შემდეგ უკვე ისევ შერკინების მოთამაშეები სუთიაშვილი გუნდის კაპიტანი ძალიან კარგი იყო რუსებთან სუთიაშვილი არ ვიცი მაგდენი ბოჭოთ ვინმეს გაუკეთებია საერთოდ გორგოძე თვითონვე წავიდა დგას ფეხზე ეხა გააჩერეს გაწელა თამაში მოწინააღმდეგის დაცვას გაწევა სწრაფად უნდა გამოდის ბურთი და ჯარიმა. ხედავდით იქ ვერ გამოგქონდა ელემენტარულად ბურთი ვასილობჟანიძეს, კარგად ხედავდა ამ ყველაფერს გარი ხონვეი, მატჩის თავარი არბიტრი იქ უშლიდნენ ელემენტარულად ბურთის ამოღებას და წესებით იმასაც შეგახსენებთ, რომ არავითარ შემთხვევაში რაგში ხელით თამაში არ შეიძლება და უნდა მისცე მოწინააღმდეგეს ბურთის გატანის საშუალება. აი ხედავთ, რომელიღაც რუმინელი მოთამაშე ჩაწოლილია, ჯერდი გამოტანის ხელს უშლის და მეორე ხელით ცდილობდა ბურთის ამოღებას. ისევ დერეფანში გადავიტანეთ ბურთი. მოდი ესე ვთქვათ, მატჩის მე-7 წუთი მიმდინარეობს და ჯერჯერობით ბურთი ჩვენ გვაქვს, ბურთის ფლობა ჩვენია, მოედანი ძირითადად მოედის რომინელთან ნახევარზე მიდის თამაში. სტარტისთვის მგონი ძალიან კარგია ეს ყველაფერი და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დერეფანი პირველი ჩვენ ძალიან კარგად მოვიგეთ, მეორე დერეფანიც მოვიგეთ, შემდეგ უკვე მოწინააღმდეგე შერკინებაში დავაჯარიმეთ. ამ ბოლო დროს ძალიან პრობლემატური თემა იყო ჩვენ თამაშებში. ხაზი გაუსვათ მაგ მომენტს. კი ბატონო. მეორე კაცზე მოგებული ორი ხელი ძალიან კარგი, მოლი აქ კარგად მოახერხეს შევკარი დავზარის პირველი დარტყმა, მაგრამ მეორე ტალღაც ძალიან კარგი გვაქვს, ხედავთ, ნემსაძე აკონტროლებს საგბურთს და მივიწევს წინ. მიიწევს ქართული მოლიწილ ხედავთ. ჯერჯერობით ყველაფერი გადასარევი უკვე მივაღწიეთ მე მგონი 10 მეტრიან ზოლს, გამოიტანა ბურთი. და აქ წინ გადაგვივარდა მე მგონი ბურთი, ხო? თუ არა? არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში საჯის ჟესტიკულაციას ვერ დავაკვირდი, იმიტომ რომ კადრში არ ჩანდა. დავკარგეთ ბურთი, კი დავკარგეთ ბურთი, ნიას იქ ვერ შეიძლება რომ კალაფეტიანო უკანა ხაზში გადაიტანა ბურთი და შეტანილია 22-ში, ამიტომ მიწაზონა დაეცეს. არა, კვირიკაშვილი ადგილზეა. შორს დაარტყეს რუმინელებმა, მაგრამ კვირიკაშვილი ძალიან კარგი იყო. წამოიგო ეს გადასარევი რეიდი წამოიწყო 1.35 მეტრი მაინც იარა, აქამდე რომ ბურთს ამოგიტანენ. აუცილებლად დახმარება ჭირდება ვასკოლობჟანიძემ, გამოიტანა მარჯვენა ფრთაზე ბურთი და უკვე ცენტრამდე წამოვედით ლობჟანიძე ისე მარჯვენა ფრთაზე მალაღურაძე ფეხით გადაიტანა მოწინააღმდეგის ზურგს უკან, მაგრამ აქ ყოჩაღად დახვდა ბოზენტაზუ. მანო ფეხი დააბრუნა და ხედავთ, ძალიან კარგი აუცილებლად, მაგრამ რაღაცა მოხდა იქ. ბოტეზ ზატო უნდა მეთქვა. ენა მოვიტეხე. ბოტეზატო თამაშის ბოლომდე გავიწაფავ. გავიწაფები თამაშის ბოლომდე. და მოხდა ის, რომ ბურთი შეტანილი იყო ნიას ტექნიკურად. არც თუ ისე კარგად შეასრულა ეს დარტყმა. შესმიერ ნახსენება ბოტეზატომ, რომელმაც ბურთი შეიტანა 22 მეტრიან ხაზში და თავის 22 მეტრში და იქ ისე დაარტყა. ბურთი პირდაპირ დატოვა მოედის ფარგლები და სწორედ ამიტომ დარტყმის ადგილიდან იქნება ქართველების დერეფანი იური ნატრიაშვილს ხედავთ. მოაწოდა ისე კაცზე საიმედო. ლობჟანიძე. მალაღურაძე კარგია, ძალიან კარგია, შარიქაძე გადაგდა ამოაგდო კიდევაც ბურთი ხედავთ. ჩვენები არიან, ჩათვლის მოედნა. ისევ ჩვენია ბურთი, ვაკონტროლებს, მესამე ხაზელები ჩაერთვეს საქმე, თხილაიშვილი, ისევ ჩვენები უწევენ. წი ჩათვლის მოედანში ვართ და დამიწება თუ მოვასარით. ცოტა დააყდა, მაგრამ რა კარგი შეტევა იყო და გადასარევი იყო. მოდი კარგად განუმარტოთ ეხლა ჩვენ ტელემაყურებელს ის მომენტი თუ რატო მოხდა ეს უპირატესობა ხაზია იყო აქ მალაღურაძე ბურთი გაამწვავა თამაში, ასევე შიგნით წამოვიდა და ხაზია იყო ბურთი ბუკა შარიქაძემ, რომელმაც ელემენტარულად სულ მოძრაობას დაიჭირა მოწინააღმდეგე და ძალიან ძნელია გაჩერება. შემდეგ უკვე ძალიან კარგი გადაცემა გააკეთა და თამაზ მჭედლიძემ დაიჭირა ეს ბურთი და ხედავთ, იქ სანტიმეტრები დაგვაყდა ჩვენი დერეფანი იქნება. ხო, ჩვენ შერკინება იქნება მოწინააღმდეგე. ისე ერთი რამე კი მაკვირვებს საჩქო გულახდილად რო გითხრა, არც კი დაფიქრებულა მსაჯი, ერთი წამის კი არ დაფიქრებულა, არც ვიდეო რეპერი არ მოუთხოვია, არსებობს თუ არა ვიდეო რეპერი, ახლა ვერ გეტყვით რუმინეთში, მაგრამ ნუ არც კი დაფიქრებულა, ისე მიეუჩინა ადგილი შერკინების. შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან ახლოს იყო ნიას ამ მომენტთან, ამის გულისთვის გავიჟით, ყოველ შემთხვევაში იქ იდგა. ხო, არა, ძალიან კარგი პოზიცია ჰქონდა შერჩეული
გული. არა, მე ერთი წამითაც არ მომიბრუნდება ენა, რომ საჯის არაკვალიფიცირებაზე ერთადერთი არაკვალიფიციური ის პორტუგალიასთან ვინც იყო, ის ფაქტიურად თამაშობდა პორტუგალიელების მხარეს და დაუბრუნდეთ ისევ მატჩი, რუმინეთის საქართველოს ნაკრების შერკინება მოწინააღმდეგის 5 მეტრში ძალიან კარგი ფაზა ქონდა შეტევის, ბრწყინვალე იყო თითოეული გოლი, ნახეთ ჰუკერი, ნახეთ მეორე ხაზელი მხტომელი 9 ნომერი, 10 ნომერი, 12 ღვთისმოთხე და ისე მესამე ხაზი შეერდო თამაში. ყველა გოლმა მიიღო. ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა. კი ბატონო, შერკინება. და დავძარით, დატრიალდა შერკინება და ავიღოთ ეს ბურთი და ვნახოთ. ეს რას ნიშნავს? ეს მე მგონი. ალბათ უფრო გაამახვილებს ახლა საჯი ყურადღება. და პირველი ნომერი ნარიაშვილი დააჯარიმეს გვერდზე მიწოლისთვის. ნარიაშვილი დააჯარიმეს მართალია გვერდზე მიწოლისთვის, მაგრამ რეალურად რა მოხდა სხვა თემა არის. მოდი ის ბატონას ზერაკაშვილმა ზუსტად ამაზე მიუთით ახლა საჯს. ხო, ის ხელოვნურად დაატრიალეს. ეს როდესაც ბუნებრივად ტრიალებს, რა თქმა უნდა, ის შედეგი უნდა მოყვეს, რაც ახლა მოყვა, მაგრამ როდესაც ხელოვნურად ტრიალდება, შერკინება, ეს საკმაოდ კარგად ჩანს. აი სწორედ მაგის თქმა მინდოდა, მოდი იმ გულშემატკივარს აუხსნათ, თუ რატო არ იცის ჩვენი, მოდი ესე ვთქვათ, ცინიკური ცოტა გადახვევა და ზირაქაშვილის გამოხედვაც რატო იყო ეს არ თუ ისე შენიშნო საჯის წყალებს. ხო, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ რომ აღარავინ აღარ აწვება, მოუგეთ რუმინელებს აუტი, გადასარევია. თუმცა ისევ გადავიდეთ. აღარავინ აღარ აწვება ერთმანეთს პირდაპირ, ეს ელემენტარულად შეუძლებელია. და აქ არსებობს მილიონი ხრიკი ელემენტარულად, როგორ შეიძლება დაიძრუნო თავი, აირიდო მოწინააღმდეგე და ასე. რაც დავინახეთ, კარგად გამოჩნდა, ხო, რომ დატრიალდა შერკინება, ნარიაშვილი და ნატრიაშვილი იყვნენ სულ მარტო და მთელი გუნდი რუმინელების აწვებოდა დავით ზირაქაშვილს, ხო? ეს ყველაფერი რუმინელებს დამუშავებული აქვთ, სავარაუდოდ ძალიან კარგად, როგორც ჩვენ ნაკრებს და როგორც ნებისმიერ სხვა ნაკრებს. ცხადია ახლა, როდესაც ჩვენ ნაკრების ტაქტიკაზე არის ლაპარაკი, პირველი რაც მოწინააღმდეგის ყურადღების ცენტრში ხდება ის, რომ შერკინებაში ძალიან სერიოზული პრობლემები უჩნდებოდათ და მომავალშიც კარგ ახნით ექნებათ ეს პრობლემები და ზუსტად იმის საწინააღმდეგოდ აქვს დამუშავებული ეს სიტყვა სრულიად მართებულად შეარჩიე შენ აჩქო, როდესაც ახასიათებდი. ხო, თორე იმედია საჯი ერთხელ შეიძლება წამოეღო. ერთ-ერთზე მოგეხსენებათ რომ ვის სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი იმას რომ რა თქმა მიშა ნარიაშვილს და დათო ზირაკაშვილს საფრანგეთში 2-3 ვერ აწვევს. სოფლიოშიც ძალიან ცოტა თუ გაუწევს კონკურენციას, სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი ამას. ძალიან ცოტა ვინმე თუ გაუწევს კონკურენციას. აქედან გამომდინარე, ყველაფერი რაგბი გუნდური თამაშია, სწორედ აქედანაც კარგად ჩანს ის შერკინებაში. თუკი სადმე არის გუნდური, შერკინებაში არის ყველაზე მეტად გუნდური. ამასობაში ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ აუჩი ვერ მოვაწოდეთ ბურთი, რუმინელებმა მოვაწოდეს ბურთი. ოთარ გახდა და დავჯარიმდი. მოწინააღმდეგე ორი ხელით მოიგო ბურთი და ჩვენ ჩავაქციეთ. ჩაქცევისთვის დაგვაჯარიმეს და ნახოთ აი გამეორებაზე თუ რა მოხდა, სუციაშვილი ახტა და თუ არ ვწდები, ფაერს თამაშის დააჯარიმა? ნუ ყოველ შემთხვევაში ესეა თუ ისე ნუღავი მართ შეიძლება ფაქტი ერთი. კი, ფაერს თამაშის დააჯარიმა. ვერ გადაიტანა ეს? არა, არ გადაიტანა. ეს უნდა აიღო. საზღვარზე დაარტყა. არა, მანამდე გადასულა ბურთი, ესე რომ მეკო აქ არაფერ შუაში არ არის. მეკოს რო კონდეს ერთი 30 სანტიმეტრი და მეტი სიმაღლე შეიძლება ჰაერში მისდომოდა ამ ბურთს, მაგრამ რაც მიცაღ ღმერთმა ის მიცაღ ნიჭი, ტექნიკა რა თქმა უნდა. მეკოზე უნდა გავამახვილო აუცილებლად ყურადღება და მისი ბოლო თამაშებზე ამ ტურნირში მეკო არნახულად კარგია. ეს კი ბურთით გახლავთ კიდე ერთხელ გეტყვით ოთარ ტურაშვილი გახლავთ. თბილისის ლოკომოტივის ყოფილი მოთამაშე ეს უკვე ტურაშვილი კი არა ის იყო სირბუ იყო და რუმინელებმა ამითი მოიპოვეს ძალიან ხელსაყრელ პოზიციაში ჯარიმა. ყველაფერი გადასარევად გააკეთეს, სხვა შორის მოიგეს აუჩი ბურთი, გამოიტანეს აქ გუნდის კაპიტანი მაკოვე იყო შეტევაში. ძალიან კარგი იყო და მალაღურაძეს ძალიან კარგად დაუხვდა, ხედავთ და ელემენტარულად ვერ მოახერხა განთავისუფლება, ხედავთ, სამი რუმინელი დააწვა ზემოდან. და რეალური შანსი რუმინელებს იმისა, რომ გახსნან ანგარიში, ცოტა დასანანია ნიაზ მოწინააღმდეგის ნახევარზე ვიყავით, საკმაოდ დიდი ხანი. როგორც იტყვიან, კლასიანი გუნდები ხშირ შემთხვევაში ისე არ გამოდიან, უქულოდ არ გამოდიან მოწინააღმდეგის ნახევრიდან, მაგრამ გაიტანეს 3-0. ალაფეტიანო რა თქმა უნდა შეასრულა ამას. თუმცა რეალური, თქვათ, ისეთი
ჯარიმის მომენტიც არ გქონია, თქვა ისეთი რომ ჯარიმა დანიშნული იყო სადმე, ძირითადად უფრო დაზვერვითი გადასვლა ქონდა მოწინააღმდეგის ნახევარზე. თუ არ ჩავთვით ერთი წყვილოვანი. აი იმ ეპიზოდს რომელიც 0-ით უნდა დამთავრებული იყო, დავიწყოთ ახლა. ეგ შეიძლება საერთო წარმოდგენისთვის ძალიან მნიშვნელოვანიც არის, მაგრამ ყველაფერი ზომება ქულებით მოგეხსენებათ. მეკო დაიწყებს ცენტრიდან, მარჯვენა ფრთაზე გადაკიდა ბურთი. რუმინელები ხტებიან ამ ბურთზე, არ ხტებიან და თავის 22-შივე მოვახერხეთ იმ ბურთის გაჩერება, მართალია რუმინელები ფლობენ ამ ბურთს. და უკანა ხაზში გადააწყვეტეს ბურთი და დომბრავამ აუტში გადაიტანა. ბანალური გაგრძელება იყო ცხადია და ახლა კიდე აუტიდან მოაწვდიან ჩვენები ბურთს. აუტიდან მოაწვით ისევ იური ნატრიაშვილი გააკეთებს ამ ყველაფერს, ჯერჯერობით ნიას თუ ნახე, მეორე ხტომელს ვიყენებთ. და როდესაც შევცვალეთ და ბურთი ავაგდეთ უკვე შესატევ პოზიციაზე და მეოთხე ხტომელზე ავაგდეთ, ცოტა გაგვიჭირდა. არ დაგავიწყოთ ისიც რომ ძალიან კარგი ხტომელები ყავს რუმინეთის ნაკრებს. ამჯერად ვნახოთ თუ ისე მეორე ხტომელზე. ისე მეორე ხტომელზე და კოტემი ქაუტაძე იყო ბურთთან, კოტემი გადასარევად მოიგო და აქ ისევ ცენტრში მოვახერხეთ. დარტყმა, გავანთავისუფლეთ უკვე რაკისგან ბურთი, გამოიტანეს მარჯვენა ფრთაზე. მეკო უტევდა, გადასარევე მე მეგონა სად მიდიოდა ბურთი, ვერც კი დავინახე თოდუა. სანდრო თოდუა გახლავს ბურთი, სანდრო თოდუა გამოიტანა და მარცხენა ფრთაზე კოტემი ქაუტაძე დაეუფლა ახლა უკვე ბურთს აართეს. წინ გადაგვივალო. არა რუმინელებს გადაუვარდა წინ ბურთს. წინ თამაში რუმინელს. და აქ პატარა შეხლა შემოხდა. ის მომენტის გავიხსენოთ, ნიაზ იყო მომენტი, როდესაც ლაშამ ალაღურაძეს მას შემდეგ დაეჯახნენ, რაც გადაცემა გააკეთა, საწყის პირველ წუთებზე იყო და საკმაოდ არც ის სასიამოვნო დარტყმა მიიღო ლაშამ ნეკნებში. და ძალიან მტკივნეულია მოხსენება. მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ შეგუებულები არიან გარკვეულწილად ახლა რა გვია ბოლოს და ბოლოს. აი აქ იყო რუმინელებს რო წინ გადაუვარდათ ბურთი. გამეორებაზე წინა ეპიზოდი იყო. არ თამაშობდა ელემენტარულად ლაშამალაღურაძე ბურთზე, კიდევ კაი, არ ავყევით მოწინააღმდეგეს ამ პოზიციაზე. ხედავ ხონიას არ თამაშობდა ლაშა საერთოდ იქ გამოსული იყო და ისე დაეჯახა მოწინააღმდეგე. მოგეხსენებათ არის ხო? ხრიკია სხვადასხვანაირი იმისა რომ მოწინააღმდეგე გამოიყონა წყობილებიდან. შერკინება ჩვენ სასარგებლოდ. აი რასაც ვაკონტროლებთ ჯერ თამაშ დასაწყისიდან შერკინება გახლავთ. თამაშ დასაწყისიდან მთელი ტურნირიდან და მთელი ისტორია შეიძლება მოყოთ ჩვენ შერკინებაზე. შერკინება ერთ სიტყვით. მოვიგეთ და მივაწექით კიდევაც. მივაწექეთ და რუმინელები ისევ ატრიალებენ და აი ახლა მაგ გატრიალებისთვის დაჯარიმდნენ ზუსტად. სადმა გადასარევად აუღო სიტუაციას უკვე ალღო, ახლა მოგეხსენებათ რომ შერკინებაში უამრავი ხერხი არსებობს იმისათვის რომ ან ჩააქციო, ან დაატრიალო შერკინება, ან რა, მაგრამ ერთ-ერთი ხერხი, როდესაც პირველ ტაიმ ნახევარში გაუვიდათ, ახლა მეორედ აღარ გაუვიდათ, საჯი უკვე ყურადღებით იყო ამ შემთხვევაში. სადაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გახლავთ ირლანდიელი გარი კონვეილი. და კარში ვარტყავს. მერაბ კვირიკაშვილი 10 მეტრიანი წვეტით ხას ცოტათი გადაცილებულია და ეს ნიშნავს სადღაც 27-38 მეტრი უნდა იყოს კარამდე. აქედან შეეცდება რომ გაიტანოს და გაათანაბროს ანგარიშს. თამაშის მე-19 წუთი მიმდინარეობს უკვე, გვინდა გითხრათ რომ საკმაოდ თანაბარ პირობებში მიმდინარეობს თამაში. ახლა ეს წინასწარაც ადვილი მისახვედრი იყო რუმინელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მთელი სეზონის განმავლობაში არის ეს ერთადერთი თამაში სადაც კრიბავენ ოპტიმალურ შემადგენლობას ზუსტად ქუძე კაცი გამოდის სხვა შორის ტრიბუნაზეც აღარ არის უკვე ადგილი ქართველები მოდიან დაწყებულ თამაშზე და შეავსეს უკვე დაველოდოთ მეკოს ჩაისუნთქა დაუმიზნა ეს ორი გადასარევად გააკეთა წინა თამაში 100%-იანი შედეგი გქონდა რუსეთთან ეხლაც იმ გზაზე დგას. ზუსტია, ხო? ეხლაც იმ გზაზე დგას შემოარჩევ. მე შევიკავეს, თქვა თითქოს ცდებოდა ბურთი და ავნები. დარტყმას ვარაპირებდი შეცდო. ხო, მე თითქოს მივარტყავდი. ძალიან კარგი იყო, მერაბ კვირიკაშვილი ბრწყინვალია დაარტყა, გაიტანა 3-3, ყველაფერი 0-დან იწყება. დაკიდეს რუმინელებმა ბურთი გაათამაშეს მარჯვენა ფრთაზე იქ თვითონვე დარჩა ბურთი შემოგვიტიეს აქ საკმაოდ დიდხანსია რა რუმინელმა მორაგბემ ხედავთ მარჯვენა ფრთაზე გამოათამაშეს გამოიტანეს და დაარტყეს კიდევაც
გვიტევენ ჯერჯერობით მოლი ააგორეს, ხედავთ ძალიან კარგად მოიწევენ წინ, რაკში გადაიყვანეს თამაში, ამოაგდეს ბურთი, ეს უკვე მათი მე-6 ნომერი ლუკაჩი გახლავთ. ისევ რუმინელები შემოვიდნენ ჩვენ 22-ში, თავარი არ დაუჯარებდით ეხლა სუფთად ვითამაშოთ. საჯი ეუბნება რომ ითამაშეთო, გამოიყენეთ ბურთი, გამომდინარე იქიდან რომ არ შეიძლება ესე ბურთის უბრალოდ თამაში არ გამოჩიშვა. დროგობს ალნავდება? თავარი არ დაუჯარებდით. ნიას ჩვენ 22-ში არა მარცხენებთან გამოიტანეს. მარცხენებთან აქტიკოს უპირატესობა არა. კარგი იყო, ლობჟანიძე იყო, წინვალები იყო. მაგრამ რუმინელებმა რამოდენიმე მეტრი არა მარტო წაიწიეს წინ, ამასობაში დავჯარიმდით კიდევაც, მე მგონი თამაშგარის წესი დავარღვიეთ და საბოლოოდ მოხდება ის, რომ რუმინელები რაგზას აერჩევენ, კარებში დაარტყავენ, ალბათ. ეს ის პოზიციაა, როდესაც ალბათ ზელანდიელიც კი კარში დაარტყავდა ამ სიტუაციაში 3-3-ია და უკვე მე-20 წუთი მიმდინარეობს თამაში. აქ ბოჭავი დააჯარიმეს, იმიტომ რომ დროულად არ განთავისუფლა ბოჭვის არეალი. და მსაჯმა ნოტაციაც მიაყოლა. ხო, ნუ ახსნა განმარტებებით იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. მოგეხსენებათ რომ თითოეულ ჯარიმას განმარტავს ყოველთვის მსაჯი, თუ რატო იძლევა. მამუკა გორგოძეს გვიჩვენებენ და რუმინელებს შანსი აქვთ იმისა, რომ წინ გავიდნენ. აქ ხედავთ შალვა სუთიაშვილი სწორედ მაღაზზე ესაუბრება მატჩის მთავარ არბიტრს. უკმაყოფილია ჩვენი კაპიტანი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ შეგვიძლია. არა. რუმინელებმა აუტში გადაიყვანეს, ყოველ შემთხვევაში აუტში გადააქვთ. იქიდან აპირებენ უკვე შეტევის გაგრძელება. ნიას მე ხო ცოტა არ იყოს და ძნელი დასარტყმელი პოზიცია არის კარებში იქიდან. ხო, მაგრამ იმის თქმაც რომ აუცილებლად ლელოს დადებენ. ხო, ნუ ეგ გარანტირებული ლელოს დადებამდე ჯერ აუტია მოსაგები. ააგდეს რუმინელებმა და სადააგდეს, ძალიანაც კარგად ააგდეს. წყალებში რა თქმა უნდა, ჩვენებმა ჩაიგდეს ბურთი, ლობჟანიძე ეზრდება ეხა ბურთის გამოსატანად. შეიძლება თვითონ დაარტყას, არა სიღრმეში აპირებს ბურთის გატანა. არ დაუყენებია დაცულია. ყოველთვის უფრო საიმედოა. გამოიტანა და მეკო მარცხენა ფეხი დარჩა ბურთი თამაში. დარჩა ბურთი თამაში 10 მეტრიან წყურთხებდა რუმინელები. კარგად ეხა თავი არ დაუჯარებდით. დაუშვა კაჭარავა ბურცხელი, მარჯვენა ფრთაზე გამოიტანეს. შიგნით შემოატრიალეს, დაუხდი. კარგი იყო ზირაქაშვილი, ბოჭვა იყო წინვალე, გააქვა მოწინააღმდეგე ადგილზე. იქ რაქის გვერდით გვიტევენ რუმინელები. მარჯვენა ფრთა გამოიტანეს. ერთი დარტყმა. დომბრავი. კალაფეტიანო, მარჯვენა ფრთა, შეტევის. ცდილობენ ამოწურონ. მოდის მარჯვენა ფრთა, ხედავთ. არ დაუჯარებდით თავადია მარცხენა ფრთაზე შეცვალე შეტევის მიმართულება ისევ რუმინელები უტევენ კარგად დავხვდით ორი ქართველი დახვდა მამუკამ შეიძლება ამოაცალოს ბურთი ვერა მაგრამ კიდე ახლოს იყო ბურთი გამოგვეგლიჯა ხელიდან მაგრამ რუმინელები აგრძელებენ შეტევას და აგრძელებენ ამას ფეხით აუტში გადავიდა ჩვენი იქნება არ ვწდები აუტი არ ვწდები არანაირად აუტი ჩვენი გახლავთ და ნუ ერთი სიტყვით შეიძლება იმაზე ლაპარაკი უკვე რომ მოვიგერიეთ საკმაოდ მასირებული შეტევა და მოდი ის ვთქვათ ნიას თუ რა მაიძულა რუმინელი ფეხი დაერტყა ნახეთ რომ საქართველოს ნაკრები რამოდენიმე ფაზისა დარტყვისა რუმინელების მიერ მაინც მოახერხეთ და მწყობრობს დიდი კითხაში და ის რომ ჩვენი ფრთის 64-დმა ამ შემთხვევაში თამაშმჭედლიძე იყო ამოწია ხაზი უკვე ძალიან ახლოს ვიყავით ჩვენ ელოსთან სწორედ ამიტომ დავინახეთ რომ უკან ძალიან კარგი იყო დაზღვევაზე მერაბ-კვირიკაშვილი და არანაირი შანსი არ ჰქონდათ ელემენტარულად რუმინელებს იმისა რომ ბურთი ან შეენარჩუნებიათ ან გაიგრძელებიათ ამასობაში მამუკა გორგოძემ გადასარევად ითამაშა აუტში რა თქმა უნდა ხელი შეუწყო იურგი ნატრიაშვილის კარგმა თამაშმა წავიწეთ რამოდენიმე მეტრი წინ და სიღრმეში გადავაწოდეთ მალაღურაძეს ვინც ძლავრად მოიგერია ბურთი აუტში ძალიან კარგი 10 მეტრიან წვრეტულ ხაზამდე მოახერხა ეს ყველაფერი ანუ შეიძლება ითქვას რომ რუმინელების მორიგი შეტევა უკვე მოვიგერიეთ. ამას ნამდვილად შეიძლება დაერქვას მოგერიება. ნუ ამ რეჟიმში თამაშის გაგრძელება ახლა რამდენად მისაღებია ჩვენთვის ეს ცალკე თემა არის. ახლა მაინც 24 წუთია მოწინააღმდეგეები მაინც ზვერავენ ერთმანეთს მიუხედავად იმისა რომ რამდენჯერ არიან შენახვედრები მაგ სტატისტიკას უკვე მოგვიანებით მოგახსენებთ. მოიგეს რუმინელებმა აუტი და ისევ დაკარგეს, მაგრამ ჩვენ რატომღაც ვერ ვიხეირეთ ამ სიტუაციით, თორე შეგვეძლო რუმინელები მაინდა-მაინც ყოჩაღად აუტში ვერ არიან ეს ფაქტია. კალიფანო სიღრმეში გადაიტანა ბირთვი დომბრავენ ფრთაზე დაუკიდა აპოსტოლს
მაგრამ აპოსტოლის რა მოგახსენო მეკომ ჩაიგდო ბურთი ხელში მაგაზე კი უკაცრავად უნდა ვიყოთ რომ ხანდახან შეიძლება ზედმეტ სახელები ანუ თიკუნები წამოგწდეს რომელიმე ჩვენი მოთამაშეების და იმედია მოგვიტევებ ალალზე დაიჭირა მერაბ კვირიკაშვილმა იგივე მეკომ რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს ნაკრებს ჩამოვიდნენ უკან რაც ნიშნავს თავისუფალ დარტყმას ხო რაც თავისუფალ დარტყმას ჩამოვიდა გუნდმა დაისვენა ცოტა ის ტალღა შეტევის გადავიტანეთ და ხო ახალი ძალებით შეგვიძლია უკვე შევუტიოთ დერეფანი იქნება რუმინელების ამ დერეფანში ისევ ქართველი მოაწვდის ოთარ ტურაშვილი თუმცა ფაჩურს აჩქო იმის ხმა მინდა რომ მოგეხსენება დერეფანში ყოველი აგდების წინ პაროლირებული აქვთ ვიზე ვარდება ბურთი და ასე შემდეგ უპირატესობა იმ გუნდს აქვს ვინც აგდებს აუც აი აქ როდესაც თამამად ვიყავით ქართულზე და პირდაპირ შეგვეძლო ქართულად საუბარი ამას ვერავინ ვერ გავგიგებდა აქ ვერ არის ესე ყოჩაღაც საქმე მოიგეს რუმინელებმა მარცხენებთან გამოიტანეს დუმბრავა ძალიან სიღრმეში გადაკეთებული გადაცემა აქ შარიქაძე კარგი იყო და ხედავთ მოუწიათ რუმინელებს უკან დახევა ცოტა ჩვენები დაცვაში ცდილობენ რას მიუხედავად იმისა რომ აი მე თვალში მოხვდა ეხლა რომ ძალიან ღრმად იყო პასი გაკეთებული ჩვენ მას სწრაფი ასვლა აი ეხლა განახორციელეს სწრაფი ასვლა თორე იმ შემთხვევაში ისევ ჩარეყვა ითამაშეს და საკმაოდ დიდი დისტანცია დაუთმეს რუმინელებს უპირატესობისათვის აქ რუმინელებმა დააპირეს მარცხენა ფრთაზე გათამაშება და მარცხენა ფრთაზე ცოტა არ იყოს და ჩვენია ბურთი ლობჟანიძე სიღრმეში გადაიტანა ბურთი მეკო წამოიღო ბურთი და მარცხენა ფრთაზე გადაკიდა შორს ბურთი დაინახა წერტილი გადასარევად ბოტეზატომ ისევ მანაც გადასარევად დაინახა ეს ყველაფერი მაგრამ ლობჟანიძე მშვენიერი გადაწყვეტილება მიიღო რა თქმა უნდა 22-დან დარტყმულია გადაიტანა ბურთი მოწინააღმდეგის ნახევარზე, ნუ რა თქმა უნდა ძალიან კარგი იყო ვასკო ამ ეპიზოდში არ დაიბნა მოწინააღმდეგის მიერ დარტყმა. რა ხდება აქ? და ჩაითვალა რომ ჩვენ შეიტანა გარედან ბურთი? მე ცოტა სხვაგვარად მომეჩვენა. ეს ხო ნუ აბა სხვა ახსნა ამ სიტუაციას მე ცოტა სხვაგვარად მომეჩვენა, არ ვიცი შეიძლება ვწდებოდეთ, გამეორებას ვნახავთ ალბათ და გამოჩნდება, მაგრამ რა ხდება და ის რომ ბურთი სადაც გადავიდა ეს ყველაფერი ხდებოდა 22-ის გარეთ. ვასკომ შეიგდო შიგნით ეს ბურთი. ერთადერთი შანსი იმ შეტევის გაგრძელების იყო ის რომ გაეგრძელებინა ელემენტარულად ხელით იქნებოდა რა თამაში, მაგრამ აუჩი კიდე მოუგეთ რუმინელებს აუტი. ისეულობჟანიძე თვითონვე შეინარჩუნა ეს ბურთი, არ გარისკა და გადაცემა არ გაკეთა, ძალიან ძნელი იყო. ნატრიაშვილი. იქვე რაკი დაარტყა. გამოიტანეს და ლაშა მალაღურაძე ძლიერი დარტყმით. გადავიდა აუჩია ბურთი, აქ შანსი არ ქონდა დორინ მონელას. ესეა თუ ისეა ფაქტია რომ 27-28 წუთი მიმდინარეობს უკვე თამაში და რუმინელების უპირატესობად მიმდინარეობს ძირითადად ისინი დაეუფლნენ ტერიტორიულ უპირატესობას ბურთსაც ჩვენზე მეც აკონტროლებენ ეხლა სიმწვავის რა გითხრათ ყოველ შემთხვევაში ხო ნუ თუ იყო პირველი 10 წუთი როდესაც ჩვენი იყო ბურთი და მოედანის ჩვენი იყო ამ შემთხვევაში უკვე 7-10 წუთი ამ შემთხვევაში უკვე რუმინელებმა იგდეს კი აშკარად იგდეს რუმინელებმა ფაქტი ერთია რომ აუტში ვერც ისინი აკონტროლებდნენ სასახელოდ ბურთს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან კარგები იყვნენ. შარიქაძე. ხო. ეს ბიჭი დასაჭერია და რაც შეიძლება მალე. ასეც მოიქცა და ჯარიმი. მინდა ჯარიმი დავნახოთ და ყვითელი ბარათი. მევსაც. ხრით დახვედრისა. ხრით დახვედრა, სახიფათო ბოჭვა, აი ვნახოთ გამეორებით თუ რა იყო. ბოჭვა არ გააკეთა ამ შემთხვევაში ნემსაძემ ჩაითვალა რომ ითამაშა მხრით და ეს ძიმე დანაკლისი იქნება 10 წუთით გაგვიძევეს მოედნიდან მეორე ხაზელი ძალიან კარგი გიორგი ნემსაძე და ჯარიმის შანსი ბუნებრივია მოგვიწოდებს შალვა სოფიაშვილის წინ გავიდნენ პარალელურად გითხარით რომ მიმდინარეობს რუსეთისა და პორტუგალიის მატჩი 13-ით სამს იგებენ რუსები მეორე ტაიმი მიმდინარეობს ამის გარდა მოგვიანებით გაიმართება ჩვენსავე რაგბი ევროპის ჩემპიონატში მესამე შეიცვალა უკვე ადგილი და ხან 1000 ქვიოდა ხამცირ 1000 ქვიოდა ამ ჩემპიონატს და ამაზე რუსად რომ ექნება მოგვიანებით მოგახსენებთ ერთი სიტყვით რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურში მესამე თამაში გაიმართება ესპანეთსა და გერმანიას შორის მადრიდში ის თამაში გვიან დაიწყება 7 საათზე ამასობაში რუმინელები კერძოდ ვალენტინ კალაფეტიანო ემზადება ჯარიმის დასარტყმელად ესეც სიტუაცია თვალები რო აუხვიო ისედაც გაიტანს
საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან უწყავს კალაფეტიანუ და ძელს მოხდა. ჩვენია ბურთი. სასაცილოა. ძალიან კარგი. ვასილ ლობჟანიძე გამოიტანა კიდევაც ბურთი. მერთოჩებო. გადავრჩით ახლა. გადასარევი დარტყმული იყო პატიცემული კალაფეტიანოსი. უკეთეს ვერც კი ვინატრებდი. თან შიგ წვერში, ლამის წვერში მოახვედ რა. ვასიკო არ დაიბნა, გადასარევა დაუყო სიტუაციას, ალღუ ფეხით გააჩერა ბურთი და გადაიტანა აუჩი. ჩვენი გაჭირება ყოფნის რომ 14 ვარ დარჩენილები მოედანზე და ესეც რო გასულიყო, ცოდვა ვიქნებოდით ელემენტარულად. აგდეს ჩვენება მოვიგეთ და ეს კი უკვე ჯარიმა. აი ესეც ყვითელი ბარათით არის. მაკოვე, მიხაი მაკოვე, არა, საჭმა, ნუ რატომღაც არ ჩათვალა ეს, რო გადარჩნენ რუმინელები ყვითელბურთს. ხო? გარეკონვენ ჩათვალა, რომ ეს თამაში ძალიან საფეხბურთოდ ითამაშა. ჩათვალა საჭმა რომ საფეხბურთოდ არ იყო ეს თამაში, ჩვენი მოსაზრებები გვაქვს, ნუ გავაგრძელებთ ამ თემაზე კამაც, საჭია. ერთ სიტყვით ჯარიმა რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ და გადავიტანეთ აუჩი გადასარევი დარტყმული იყო ერთი 45-47 მეტრაზე მაინც იყო დარტყმული მეკომ დაარტყა ხო მე მგონი თუ მარცხენა მხარეს მარცხენა ფეხით მეკოდა მარცხენა ფეხით ლეკომ ჩვენი დერეფანი კასნაკულები ვართ და მოწინააღმდეგის ნახევარზე ვართ რაც შეიძლება დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ ახლა ბურთი და მიხაი მაკოვე წინა ეპიზოდში თავგამოჩენილი კაცი გუნდის კაპიტანი ამავე დროს იური ნატრიაშვილი ხო გითხარი და ეს წეღანდელი პრობლემა არის კომუნიკაციასთან დაკავშირებით ქართულად იმიტომ რომ გადასარევად არც თუ ისე დიდი ხანია რაც ოთარ ტატიშვილი წასულია საქართველოსთან და გადასარევად ახსოვს ქართული ამასობაში ჩვენება შეკრეს მოლი 22 მეტრიანს მიუახლოვდნენ შევედით კიდევაც 22 მეტრიანში რუმინელების ვაკონტროლებთ ბურთს და ვაწვევით გამოვიტანეთ ბურთი შეუტია ერთსაც და მეორეს აქ ბურთი დავიტოვეთ სუთიაშვილი არის ბურთით ეფექტი მაშინ ექნებოდა რომ ჩქარა გამოგვეწენა სუთიაშვილმა მარცხნივ დაარტყა და ცოტა წინ წაიწია ჩვენი კონტროლის ქვეშ არის ისევ ბურთი გამოიტანეს და მამუკა გორგოძე 10 ნომერი უკვე თამაშგარეთ მდგომარეობაში უნდა იყო ჩაღოს და დროზე ავიღოთ ეს ბურთი და ჯარი. თამაშგარეთ მდგომარეობაში არიან რუმინელების 10 ნომერი, რომელიც საჭმა უკვე გამოაცხა და ეს ძალიან კარგია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ესეთ ლამაზი ხალი უყურებს თამაშს, ეს ერთი და მაშინ როდესაც 3-3-ია და 14 ვართ მოედანზე. და გამოჩნდა კიდევაც აი გორგოძე, მე აქ ცოტა ხანი პაუზა მქონდა, ხედავდით აი რუმინელები 3 მოთამაშე, რომელიც ჩავარდნილია რაკში, თამაშობენ ხელით, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჯარიმა უკეთესი ჩვენთვის რა შეიძლება ყოფილიყო კასნაკულები ვართ და რეალური შანსი გვაქვს იმისა რომ დავწინაურდეთ ანგარიშია 3-3 და მერაბ კვირიკაშვილი ამდენი მეტრი აღარ ვიცი 15 მეტრიდან ურტყავს ხედავთ მომწონს რუმინელი რედაქტორის მიერ კადრების არჩევის უნარი ხშირად ახალისებს თამაშს ადგილობრივი ფერიების ჩვენებით მეკო ემზადება ჯარიმის დასარტყმელად დარტყმა და გაიტანა 6-3 და ის რაც უნდა მომხდარიყო მე ხო აგრძელებს თავის სერიას დაისაჯნენ რუმინელები ნიას გარდა იმისა რომ ალალად ეკუთვნოდა ხა ყვითელი ბარათი რუმინელთა კაპიტანს ნამდვილად ეკუთვნოდა თუ ნემსაძეზე ჯარიმა იყო და ყვითელი ბარათის ღირსი იყო ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა რუმინელთა კაპიტანიც გასაყვითლებელი იყო მოდი რა იგივე გზას იყო გასაყენებელი გეთანხმდა მაგრამ ჩვენ უფრო ვიხეირეთ ამ შემთხვევაში ის რომ 3 ქულა ავიღეთ დროც გავიდა და მე დარწმუნებული ვარ რომ მოვახერხებთ ის რომ არ დავხულოთ კოტე მიქაუტაძე დაეუფლა ბურთს ვერა გამოგლიძეს ბურთი უკვე ხელიდან მაგრამ ვის დარჩება საბოლოოდ და ჩვენ დავჯარებდით ჩვენ იმიტომ რომ კოტემ უკვე წაქცეულმა ვეღარ გაუშვა ბურთს ხელი აქ მიხაი მაკოვე ეს კარგი თამაში მაინც უნდა აღვნიშნო რომ საკმაოდ აი ნახეთ ახლა როგორ ჩახტება ბურთში კი და არ გაუშვა ბურთს ბოლომდე ხელი და დაჯერდა ვერ შეიმაგრა პირველი დაჭერით ვერ შეიმაგრა ბურთი ხელში და შემდეგ უკვე გაუჭირდა კარგ პოზიციაში უკეთეს პოზიციაში გადაგორება კალაფეტიანოს ეძლევა შანსი ახლა დაწევის ამ წუთისას შეგახსენებთ რომ 3-6 ვიგებთ ჩვენ და რუმინელებს ეძლევა საშუალება 35 წუთი მიმდინარეობს და ტაიმის ბოლომდე ვიქნებით კაცნაკლულ იმასაც შეგახსენებთ რუმინელთა მე-9 ნომერი ვალენტინ კალაფეტიანო
ვაჩორ ძალიან გამოცდილი ნახევარდაცვის ხაზი ხავთ. დენოს დომბრავი და ვალენტი კალაფეტი, ანუ დიდი ხანია უკვე რუმინელების ძირითად შემადგენლობას უდგანან თავში. ანუ გუნდის ტვინი ნახევარდაცვა 9 და 10. არა მგონი ამან მეორეჯერ. ახლა მეორე ყუთეში დაარტყა და ისიც თუ ძელს მოარტყა და აცდინა საერთოდ. ძალიან კარგია ეს ყველაფერი საჩვენოთ მოქმედებს. ნუ აქ ნერვებმა უთქუნა და ელემენტარულად რუმინელ დამრტყმელს აქ 100%-იანი გასატანი იყო. ის რო თქვათ, ნუ ნიას ღიმილი მოგვარა ამ ყველაფერი სიცილი, მოდი ისე ვთქვათ, რომ ნუ მსგავსი პოზიციიდან ასეთი დონის დამრტყმელი არ უნდა ცდებოდეს თან უკვე მეორედ, როდესაც აშკარად ძალიან ბევრი რამ არის დადებული ამ თითო კაც რომელსაც არც გამოცდილება არ აკლია, არც კლასი არ აკლია და დამრტყმითაც კვალიფიცირებული დამრტყმელია. ვასიკო მოიგო ეს ბურთი გადასარევია ეს ბავშვი გადამრეს. სადახტა და საიდან მოხსნა მაღალი ბურთი. შარიქაძე თვითონ მეწოდა გადასარევია ბუკამ გაჭრა. მე თუ გითხრათ მარჯვენა ახლდა მამკა გორგოძე უკვე უახლოვდება 22 მეტრიან ზონს და მარცხენებთან სწორი გადაწყვეტილება მარცხენებთან გამოიტანეს შარიქაძე თვითონვე შეუწია კარგად ამოწია რუმინელმა ხაზი აი სუსრაი როგორ გაუვარდა ბურთი არ ელოდებოდა შალვა ამ გადაცემას ნუ აბას რას უნდა ელოდებოდე მოდი ისე ვთქვათ რა აჩკო ეხლა მაგ სიტუაციაში როდესაც ხაზი გაჭერის აი ხა დააკვირდი რა ნუ აბა ხა არ ელოდებოდა ხო ცოტა ქვემოთ იყო მაგრამ ნუ ყველაფერი გააკეთა შარიქაძე იდეალურად გააკეთა პასი იმიტომ არ გადაცა რიცხობრივი უპირატესობა გქონდა ჩვენ მარცხენა ფრთაზე მაგრამ ნახეთ ხო რომ ამოწია ძალიან კარგად რუმინელთა ღვთისმეოთხედმა ბურთი და ამოწია ღვთისმეოთხედმა სირბილი გაასწორა ხაზი ამოწია და აქ უკვე შანსი აღარ იყო გადაცემის გაკეთების აქ კი ტრავმა რომელიც მიიღო რუმინელ გომბორაგვემ ეხლა ვიოსელ ლუკაჩი იყო წამოწოლილი აი ეს 6 ნომერი ზუსტად ის გახლავთ მაგრამ მერაზე მინდა გავმოხვიდე ბუკა შარიქაძე ძალიან კარგი თამაშზე. დასაწყისში გახსოვს ეს ეპიზოდი, ეხლა უკვე გავიხსენებ იმ ეპიზოდსაც, როდესაც დასაწყისში ბუკამ გაარღვია ხაზი და ყველაფერი ის დანარჩენი რაც მოყვა და რაც ლელუთი უნდა დამთავრებულიყო იყო და არ დამთავრდა ეს ყველაფერი ბუკას დამსახურება იყო ძირითადად, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორების დამსახურებას ნამდვილად არც ერთი წამით არ ვაკნინე, პრობლემაც მხარდაჭერა აღმოუჩინეს, ეხლა ძალიან კარგი იყო ბუკა, როდესაც მამუკას გადააწოდა ბურთი და შემდეგ ეპიზოდშიც ბუკა ისევ თვალსაჩინო იყო. შეტევა წამოიწყო, შემდეგში თვითონვე გააგრძელა და იქ უკვე სუთიაშვილმა მეღარ შეძლო ბურთის ხელში შემაგრება. ტოვებს მოედანს რუმინელთა მე-6 ნომერი ვიორელ ლუკაჩი და მის ნაცვლად რომელიღაცა მესამე ხაზზე უნდა შემოვიდეს, ნახოთ თუ ვინ შემოვა. სათადარიგოები არ გქონს თქვენთვის. კარგი იქნება თუ შევახსენებ. ხედავთ კიდე უკეთესი დაგვიბრუნა ჯარიმა, იქ ხერს გვათამაშებდა. მატჩის თავარი არბიტრი და ნახოთ, ამასაც კარში დავარტყავთ, რა თქმა უნდა. რაც შეეხება თადარიგს, აქვე დრო ვიხელთ და მოგახსენებთ. გიორგი აფცეაური 22 ნომრად, 21 გიორგი ბეგაძე, 16 ნომერი ზურიკო ჟვანია, კახა ასეიშვილი, 17 ნომრად ლევან ჩილაჩავა, 18 ნომრად ლევან დათუნაშვილი, 19 20 ლაშა ლობიძე და 21 ბექა ბიწაძე. და კი საინტერესო ის მოხდა, რომ უკვე 14-ზე ვართ, რუმინელიც გააძევათ, 15 ნომერი გააძევეს, იუნეც ბოტეზატუ გააძევეს მოედნიდან, აქ გამეორებაზე გამოჩნდა ეს უკვე და გამეორებაზე გვიჩვენეს 14-14-ის წინააღმდეგად ტექნიკური შეცდომა დაუშვა რაღაცა ისეთი რომ ქართულთო შეტევა ჯარიმის ფასად ჩაკლა, ანუ ბოლო იმედის ჯარიმა იყო და სწორედ ამიტომ გააგდეს მოედნიდან და ხედავთ მერაბ კვირიკაშვილი 40 მეტრიდან ჩოულ მოსამზადებელ იმაში ფაზაში ჩვეული დარტყმით ასრულებს ამ მოსამზადებელ ფაზას. ვიგებთ წინ გავით უკვე 6 ქულიანი სხვაობით. ჩვენ დავწინაურდით და რუმინელთა სათადარიგოებსაც მოგახსენებთ ამ ამასობაში 20 სანდუ სტელიან ბურჩა, ვალენტინ ოპირლანი 18 ხორაციუ პუნჯა 17 მიხეიცა ლაზერი 16 ანდრეი რედიო 21 ფლორიან სულუჯიუ 22 ფლორიან იონიცა 23 საბინ სტრელია მეკო 100% დამართლებს გაცემულ ავანსებს მასზე მოგახსენებთ ამ რეპორტაჟის წინ რომ მეკო ესეთი კარგი მე ნამდვილად არ მახსოვს არც ერთ სეზონში სტაბილურად მაღალ დონეზე ატარებს და მარტო ის არა მაქვს მე მხედველობაში რომ ჯარიმაზე იტანს და რეალიზაციებს დარტყმის ძალიან დიდი პროცენტი აქვს ზუსტი მარტო ეგ არ მაქვს მხედველობაში ბუნებრივია
მე მის თამაშის ხარისხიც მაქვს ხედულობაში ამ წუთსაც ანგარიში 37 წუთზე მაშინ როდესაც მოედანზე 14 ვართ ორივე მხრიდან დარჩენილები კიდევ ერთი ქართველი გახლავთ ბატონო ჩემო ოთარ ტურაშვილი ანგარიში გახლავთ 3-9 ჩვენების სასარგებლო და მატჩის დამთავრებამდე პირველი ნახევრის დამთავრებამდე რჩება რამოდენიმე წუთი ამ რამოდენიმე წუთის განმავლობაში ალბათ ჩვენ კაცნაკული ვიქნებით მაგრამ მეორე ტაიმის პირველი 5 წუთი აუცილებლად მეტი ვიქნებით ერთ წუთში ჩვენ დავიბრუნდება ადამიანი დანიშნული გაკეთო ხო მე არ მიმიქცევია მაგისთვის ყურადღება შერკინება არის აქ ვერ მოახერხეთ ბურთის გამოტანა სტრაფად ბურთის შენარჩუნება და შემდეგ სტრაფად გამოტანა ჩაიხურა ბურთი და სწორედ ამიტომ მოლში ჩაიხურა ბურთი და სწორედ ამიტომ რუმინელებთან შერკინება იქნება და უნდა მივაწვეთ ახლა უნდა მივაწვეთ ხედავთ კიდევაც დავძარეთ მოწინააღმდეგე მაგრამ ნუ კაცნაკლებები ვარ ჩერკინებაში და ამ შემთხვევაში რუმინელებმა ივარჯვეს ხედავთ იმარჯვეს და თანაც როგორ იმარჯვეს ხაზელი თან ისეთი მიმწოლი მეორე ხაზი გვაკლია რომელიც ძალიან ბევრს წყვეტს და ნუ ამ შემთხვევაში დავჯარიმდით რუმინელებს შანსი აქვს იმისა რომ ნახოთ რას გადაწყვეტენ კარში დაარტყან თუ მამუკა გორგოძე იძულებული იყო შესულიყო მეორე ხაზში ხო ესეა ისიც არ დაგავიწყდეს რომ თუ დააკვირდი ფრთის 3/4 ჩვენი არ ეხმარებოდა შერკინებაში არ ეხმარებოდა და ვაწვევოდით 7-8 ძალიან რთულია ამ შემთხვევაში რატო იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი რისკი იყო იმისი რომ ფრთის მოთამაშე რომ მოგვეხსნა თაზომ ჭედლიძე არაერთხელ ყოფილა ესეთ შემთხვევა და შერკინებაში შესულიყო მის ფრთაზე რომ გათამაშებულიყო ბურთი აქ უკვე ფაქტიურად ვერაფერს ვერ მოვასწრებდით რუმინელები ისე მათი მეცხრე ნომერი კალაფეტიანო რომელიც ტყვიაში სვავს რაც თამაში დაიწყო სანამ კალაფეტიანო დაარტყავს აბა ნახოთ ჯერ კარგად მოემზადა და დაარტყა და ამჯერადაც ააცილა ეთყობა კიდევ თუ ძალიან ბურთი არ ჩანს შენ მარჩიელობ ხო ყოჩახ ააცილა ძალიან კარგია ეს ყველაფერი ჩვენთვის მოდი ისიც ვთქვათ რომ ნიაზი საუბრობდა მერაბ კვირიკაშვილის კარგ თამაშზე ნუ ბრწყინვალია ამ ტურნირზე მერაბ კვირიკაშვილი და საერთოდ ეს მოდი ესე ვთქვათ ეს წელი ძალიან კარგი აქვს მეკოს დაღვინდა ძალიან კარგი ფორმაში ხვდება ამ ყველაფერს ფიზიკურადაც კარგად არის ტექნიკურად ყოველთვის ძალიან კარგად იყო ის ლელო რომელიც კარნასეიშვილს კახაასეიშვილს დაადებინა ნუ ეს იყო რაღაცა შემოქმედება და მე პირადად ძალიან მიხარია ის რომ ესეთი მოთამაშე ყავს და ესეთი მოთამაშე ესეთ ფორმაში ხვდება სოფლიოთას გადავიდა მაიღო ბურთი და გადავიდა ფეხი და დასრულდა პირველი ტაიმი ხედავთ კიდევაც დასრულდა პირველი ტაიმი აქ იცოდა კვირიკაშვილმა რომ უკვე დრო გასული იყო და ანგარიშია 9-3 საქართველოს ნაკრები ამარცხებს გასვლაზე რუმინეთის ნაკრებს ჩვენ შევისვენოთ რამოდენიმე წუთი და 10 წუთით და შემდეგ დავბრუნდებით უკვე ძალიან საინტერესო მეორე ტაიმით ბატონებო და ქალბატონებო ისე ვიგახლავართ სადაც 40 წუთის წინ ვიყავით 21 მარტი ბუხარესტი არკულ დე ტრიუმფი სტადიონი ანუ ტრიუმფალური თაღის სახელობით საიდან აღმოჩნდა იქ არ ვიცი ხო შოტლანდიელი ზურნადუდუკით იყვნენ იქ ვისულები ნიას ძალიან საინტერესო იყო მეც მაგაზე მინდოდა ეხა ყურადღება გამახვილებინა რა შოტლანდიელი გულშემატკივრები რუმინეთში მყოფი ართობდნენ საზოგადოებას ზურნადუდუკით ანუ თავის ტრადიციული შოტლანდიური სტვირით რაც შეეხება მოვასწროთ ალბათ აჩიკო ის რომ გუნდების შემადგენლობები უკვე გამოვაცხადოთ პირველ ტაიმის მერე ანგარიში გახლავთ 9-3 ჩვენ სასარგებლო 14-14 არიან მოედანზე დარჩენილები როგორც ერთი ისე მეორე გუნდი და მოგახსენებთ შემადგენლობებს საქართველოს ნაკრები მერაბ კვირიკაშვილი 15 ნომრად 14 თაზომ ჭედლიძე 13 დათო კაჭარავა 12 ნომრად მერაბ შარიკაძე გადასარევი იყო პირველ ტაიმის შის 3-4 ეპიზოდი ელემენტარულად გაახალისა კი არა გაწყვიტა წელში რუმინელები სანდრო თოდოა 11 ნომერი ლაშა მარაღურაძე ნახევარდაცვა ვასილ ლობჟანიძესთან ერთად შესაბამისად 10 და 9 ნომრები მიშან არიაშვილი გახლავთ პირველ ხაზში პირველ ნომრად 2 ნომერი ირაკლი ნატრიაშვილი 3 დათო ზირაკაშვილი გიორგი ნემსაძე რომელიც გაძევებული იქნა პირველ ტაიმში ყვითელი ბარათით ნომერი 4 კოტე მიქაუტაძე 5 6 ნომრად შალვა სუთიაშვილი გუნდის კაპიტანი გიორგი თხილაიშვილი ნომერი 7 და მამუკა გორგოძე ნომერი 8 მილტონ ჰეიგი გუნდის მთავარი მწვრთნელი აი ხედავთ გამოდიან გუნდები უკვე მოედანზე და რუმინეთის ნაკრები იონაცუ ბოტეზატო 15 ნომერი გახლავთ რომელიც გაძევებულია და ის ჩვენ ნემსაძეზე გაცილებით უკვე 3-4 წუთით გვიან დაბრუნდება თუმეტით არა დაბრუნდება მოედანზე 14 ადრიან აპოსტოლი 13 რობერტ დასკევულუ 12 ჩობა გალი 11 დორიან მანოლე 10 დეცუ დუმბრავა 9 ვალენტინ კალაფეტიანუ რომელმაც ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან
3 ჯარიმა გააცუდა, უბრალოდ ძალიან კარგია. ნომერი 8 მიხაილ მაკავი გახლავთ, გუნდის კაპიტანი, ვალენტინ უსაკე ნომერი 7, 6 ვიოლერ ლუკაჩი გახლავთ, რომელსაც ტრავმა მიიღო და მის დასვლად ვის შემოვიდა ჯერ ჩვენთვის უცნობია. ნომერი 5 მარიუს სირბე, 4 ალინ კოსტე, 3 პაულიკა იონე, 2 ოთარ ტურაშვილი, ქართველი მორაგული გახლავთ და ანდრეი უსაკე ნომერი 1 გუნდის მთავარი მსვლელი დინ ჰაუელსია. მთავარი მსაჯი გახლავთ გარი კონვეილი ირლანდიიდან, გვერდით მსაჯები ნაიჯელ კორეილი და რიჩი კერი ირლანდიელების კამპანია გახლავთ თავიდან ბოლომდე. დაიწყო მეორე ტაიმი. დაიწყეს რუმინელებმა, ბურთი პირდაპირ ჩაუვარდა ხელში ჩვენ მეცხენებმა სვაში ლობჯანიძეს, რომელიც ძალიან კარგი იყო პირველი ტაიმში. ბანუე მოახერხა და ძალიან შორს გადაიტანა ბურთი მოწინააღმდეგის ნახევარზე და აქედან უკვე რუმინელები საკუთარ დერეფანში, ეს ის კომპონენტია, სადაც ასე თუ ისე წინააღმდეგობას გვიწევენ რუმინელები, მოასწვიან დერეფანს. მეორე მხტომელი არა და მეოთხე მხტომელზე აგდეს მოიგეს ორი ხელით ძალიან კარგი. გიორგი ნემსაძე დაბრუნებულა უკვე მოედანზე. გიორგი ნემსაძე დაბრუნდა და რუმინელების მოლია ხედავთ წინ ვერ მიიწევენ. და იძულებული არის ფეხით მაღალი ბურთი აწვიონ, აქ ორთაბრძოლაშია, ვნახოთ თუ ვის დარჩება ეს ბურთი საბოლოოდ, ჩვენია. გადასარევი იყო მიშან ნარიაშვილი. ვასილ ლობჟანიძე გამოიტანა ბურთი მარცხენა ფრთაზე, პირველი სრულ მოძრაობა იქ მამუკა გორგოძე მარტო იყო და არ გაატარა, ბუკა შარიქაძე და მეტრი ვართ. ეხლა შეიძლება თამაში. აი ფეხით ძალიან კარგი იყო კაჭარავა, ფეხითვე დააბრუნა და საბოლოოდ ბურთი ვის რუმინელებს დარჩათ. ეს მათი მეათე ნომერია, დენცუ დუმბრავა, უკან იყო ჩასული, მოგეხსენება 15 ნომერი არ ყავთ, გაძევებულია და მანვე ფეხით დაარტყა მერაბ კვირიკაშვილი. არა, ლაშა მალაღურაძე. სირბილზე ვიცანი ამ შემთხვევაში და ძალიან ძლიერი დარტყმით ხედავთ. ლაშა საერთოდ ძალიან დიდი ძალა აქვს ფეხში. და რა კარგი დარტყმით მოახერხა და გადაიტანა ბურთი მოწინააღმდეგის ნახევარზე, იქ დერეფანი ისევ რუმინელების იქნება. კარგია ეს ტაქტიკური დარტყმებით მოწინააღმდეგეს როგორც იტყვიან, კეტავთ საკუთარ მოედანში და ვაიძულებთ, რომ ან ავანტურაზე წავიდნენ და წამოიწყონ იქიდან შეტევა, ან ფეხით დაგვიბრუნონ ჩვენ ბურთი. ოც ეფექტი მაგას იმ შემთხვევაში აქვს, როდესაც კარგად ხურავა. და მოდი ისიც აღვნიშნოთ, რომ ეს ჩვენ დახურვა ჩვენ პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოგვდიოდა და ის აგრესიული დაცვის ხაზი, რაზეც ჩვენ რამოდენიმეჯერ გავამოხმარებთ ყურადღება, ძალიან კარგად მუშაობს. ელემენტარულად მადლობის მეტი არაფერი არ გვთქმის ჩვენი ბიჭებისთვის, დაცვაში ძალიან კარგად იდგა ჩვენი პირველიდან 15 ნომრამდე სუყოლა. ამასობაში რუმინელებმა მოიგეს მარიო სირბო, მოიგო აუტი და სადაც კიდევაც მოლიჩეტევა, მაგრამ მე გამოიტანეს უკვე მარცხენა ფრთაზე და ბურთით კალაფეტიანუ გახლავთ. კალაფეტიანუ სიღრმეში გადაიტანა პასი და ისევ ფეხით მოიგერიეს რუმინელებმა. ამ შემთხვევაში შეგახსენებთ, რომ რუმინელები 14-ნი არიან მოედანზე. რაზეც საუბრობდით ზუსტად რამოდენიმე წუთის წინ და აი არც თუ ისე კარგად დარტყმული რუმინელების ბურთი, ხედავთ ჩვენ ჩაგვივარდა ხელში კვირიკაშვილმა ბრწყინვალეს დაარტყა, იქ უკანახაში კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი რომ კაცი აკლიათ და ელემენტარულად სამი კაცისთვის არის ძალიან ძნელი მთელი უკანახაზის დაჭერა და როდესაც უკვე ორნი არიან დარჩენილები რუმინელები, აქ ბევრად უფრო მეტი თავისუფალი ადგილი რჩება და სწორედ ის თავისუფალი ადგილი იპოვა კვირიკაშვილმა და არტყა და ხედავთ კიდევაც ძალიან კარგი და საჭირო დერეფანი იქნება რუმინელთა, თუმცა თამაში შეიძლება ამ დერეფანში და აქედან ისე ვთქვი ხელით შეტევა მე მგონი წარმოუდგენელი იქნება. და თანაც ის უნდა დავაფიქსიროთ, რუმინელები უცოდველები არ გახლავდნენ აუტში, მათ რამოდენიმე აუტის წაგება მოახერხეს, მაგრამ ეხლა ძალიან კარგი იყო მათი კაპიტანი მიხაილ მაკოვეი გამოვიდა 22 მეტრიანი ზონიდან. ისევ რუმინელები იქვე დაარტყეს, შეიტანეს ბურთი 22-ში, ეს შეტანა ცდილობენ. მარჯვენა დაუხდით ქართველები. თავარი არ დავჯარიმდეთ ეხლა ამ მომენტში, მაქსიმუმი რაც შეიძლება გააკეთოს მოედანში დაარტყას ეს ბურთი რუმინელმა. დაარტყა და მე მგონი აუჩი გადაიტანა. არა, აუჩი ვერ დაარტყა. თოდუა. ცერაც წამოვიდა, აქ უნდა შეინარჩუნოს რამოდენიმე წამია, საჭირო ბურთი შეინარჩუნოს არ დავჯარიმდეთ. შეინარჩუნა კიდევაც. ლობჟანიძე მარჯვენა ფრთა გამოიტანა მალაღურაძე. და ფეხით პატარა გადაიკიდა, აქ ვნახოთ მოახერხე კი მოახერხე ჩვენები მიუსწრეს, მაგრამ 22 მეტრიანიდან გამოვიდნენ რუმინელები, ისინი აკონტროლებენ ბურთს, ცოტა მოკლე რო იყო სათამაშო კარგი იქნებოდა ამ ბურთზე. დაუძახა კიდევაც აქ საჯბარო ბოჭავმა ბურთხელი გაუშვა კიდევაც, ისე რუმინელები დუმბრავა მოედანში დატოვებული ბურთი, რა თქმა უნდა და აქ ვინ არის? თხილაიშვილი წამოიწყო შეტევა. გადაცემაც გაკეთდა ძალიან კარგი. კვირიკაშვილი გაჭრა ხაზი. ჯვარზე შეიყვანა ბურთი. თოდუა. საით ანახებს ოპერატორი. ჩვენების შეტევაში არიან უკვე ჩათვის მოედნამდე რჩება 10 მეტრი მარჯვნივ გავათამაშეთ ბურთი. ლაშამ დაინახა ხრელი და თვითონ გაჭრა ხაზი. გადასარევი გაგრძელება უნდა ამ შეტევას.
და აქ კი ჯარიმა რუმინელებზე ხედავთ აქ რუმინელებმა დაარღვიეს თამაშის წესი ოფსაიდის ხაზი დაარღვიეს მე ჩვენ წინ გადაგვივარდა ბურთი და აი აქ ხედავთ ადრე ამოწია ხაზი რუმინელთა კაპიტანმა მიხაილ მაკოვეიმ რომელმაც საშუალება მიცა ლაშა მალაღურაძეს რომ ზუსტად დაენახა იზღრიჭო და იქ გამძვრალიყო ძალიან კარგათაც გააკეთა ეს ყველაფერი და 3 ქულა 100%-იანი აუცილებლად კარში უნდა დავარტყათ და ამ ყველაფერს მერაბ კვირიკაშვილი გააკეთებს. კალაფეტიანი რო იყოს ეს შევიტანდი, მაგრამ იას მოდი ისიც თქვა ძალიან კარგად შესრულებული ტექნიკური ილეთი ჯვარი რაგბში რომელიც ეხა ძალიან კარგად გააკეთა მერაბ კვირიკაშვილმა და სანდრო თოდუამ იქ ელემენტარულად ორი მოწინააღმდეგე ორი მცველი მიიზიდა თავის თავზე კვირიკაშვილმა ის დარტყმა თავის თავზე მიიღო და შემდეგ ძალიან კარგად გაატანა თოდუას თითქოს მარტივი ილეთია ყველა აკეთებს, მაგრამ აი კარგად გაკეთებს. როგორ გეკადრება? ყველა სუსტად ვერ აკეთებს. ხო, ნუ სხვანაირი ეშხია, ყველა აკეთებს, მაგრამ კარგად ბევრი ვერ აკეთებს. იდეაში შეიძლება ყველა აკეთებდეს, მაგრამ რეალურად მის შესრულება არ თუ ისე ადვილია. აკი მერაბ კვირიკაშვილი და საშუალება გვაქვს იმისა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ანგარიში და ასეც მოხდა 12-ით 3 ვიგებთ უკვე დავწინაურდით სერიოზული ჰანდიკაპით 9 ქულიანი სხვაობით წინ ვართ და რუმინელები კიდევ კაცნაკლული იქნებიან შეგახსენებთ დაახლოებით 3-4 წუთი. ანუ ბუნების კანონი, როდესაც კაცნაკლული არის გუნდი ის ქულებითაც ისჯება რეალობაში იხილეთ ახლა თქვენ თვითონ. ნუ აქედან არ გასჭირებულია მეკოს არტყმა, ერთ-ერთი საუკეთესო არის ჯერჯერობით მოედანზე მეკო ვერავიზეც უც ვერ ვიტყვი ნამდვილად და ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა რომ რამოდენიმეჯერ უკანახაში დავარდა ბურთი მაშინაც კი როდესაც 15 ვიყავით მეკო დაინახა цаრიელი ადგილი და დაარტყა რამდენად კარგად ჩავხუროთ ახლა ეს ჩვენზეა დამოკიდებული უნდა ჩავხუროთ უფრო ბეტი მოვიდა ბიჭს გააგრძელეს რუმინელებმა ჩვენია კარგია ლაშა ფეხზე დგას მაგრამ მარტო ცოდვარი დახმარება დროული საჭირო დავიტოვეთ ბურთი კი დავიტოვეთ კი ჩვენია კი არ უნდა იჩხავოს ახლა ჯერჯერობით თვითონვე დაარტყავს კი ასეც იქცევა იქ ხედავ თავის ჭედლიზე დადგა იქ დაარტყა ბლოკი გააკეთა გადაწყვეტილება მიიღო ხო ბლოკში დადგა იქ თამას ჭედლიზე ნახეთ იქ რაქის გვერდით ბიუთითა კიდევაც ვასილ ლობჟანიძემ რომ ამოეწია ხაზი აქ ელემენტარულად უშლის მოწინააღმდეგეს რომ პირდაპირი კონტაქტი ქონდეს 9 ნომერთან და სწორედ ამიტომ თვითონ მშვენივრად მოახერხა და გადაიტანა მარჯვენა ფეხით გადაიტანა აუჩი და აი აქ ხედავთ უკვე ცვლილება რუმინელის პირველი ხაზი იცვლება დიზაინერი ყავს ძალიან კარგი ეს მომწონს როდესაც ყვითელ მაისურზე თეთრად აწერია და ესე მკვეთრად და გადასარევად ჩანს ნომრები ამიტომ ჩვენ სახეზე ვისაც ვერ ვცნობთ არა ელემენტარულად ნომრები შეგვიძლია რომ მარტივად გავერკვეთ სიტუაციაში ხორასიუ პუნჯა შემოსულა მოედანზე პირველ ხაზში შემოვიდა და ამასობაში ოთარ ტურაშვილი მოაწოდა დერეფანში მოაწოდა და არც თუ ისე კარგად ჩვენი უნდა იყოს ეს ბურთი კი ჩვენი თილაიშვილი ხარ კაი ბიჭი ხარ კარგად დგას ფეხზე ძალიან დავიტოვეთ კიდევაც ვასკოლობჟანიძე აკონტროლებს ბურთს სიღრმეში გადააწოდა ლაშა მალაღურაძეს შორს გადაიტანა ძალიან სწორი გადაწყვეტილება შეტანილი იყო ეს ბურთი და ამიტომ აპოსტოლი თვითონ დაარტყა აქ ვინ ვართ ლაშა ისე ბურთთან და აჭრილი ბურთი გადაიტანა აუტში. ნუ ვერ ვიტყვი რომ ეს იდეალური ვერსია იყო ამ სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა ძალიან მახვილი კუთხე იყო იმისათვის რომ აუტში ცოტა უკეთესად დაერტყა. და ისიც თქვა თნიაზ რომ ჩვენი შერკინება საკმაოდ ზემოთ იყო ასული და ის რომ დახმარდა ან შეეტია ან სხვა რაღაც გადაწყვეტილება მიიღო დახმარება ძალიან დიდი ენერგია დაგჭირდებოდა იმისა რომ ეს ბურთი გადაგვერჩინა. ვიგებთ არ არის საჭირო აქ ავანტურა, მაგრამ მარტივად უნდა ვითამაშოთ და სწორედ ეს მარტივი თამაში იძლევა შედეგს. ტურაშვილი მოაწოდა ამჯერად უკვე ჩვენია ბურთი გორგოძე იყო წყინვალე შარიხაძე აი ხავდა შეუკვე. გადაცემაა საჭირო ასეც მოიქცნენ და უტევ შარიხაძე ჯვარზე შემოყვანილი თოდუა გადასარევია წაიწია რამოდენიმე მეტრი წინ უკვე უახლოვდებთ 22 მეტრიან ზონას მარჯვენა ფრთაზე შეუტიეთ ლაშა მალაღურაძე მიქაუტაძე იყო კოტე მივიწევს წინ ბურთი თუ დავტოვეთ და ჩქარა თუ გავიტანეთ ეს ძალიან ეფექტური იქნება ასეც მოხდა ლობჟანიძე გამოიტანა მალაღურაძე და ფეხით აქ ბრძოლაში უნდა იყოს ეს ბურთი დაეცა მე მგონი ბურთი მიწაზე ხო? კი, მე მგონი დაეცა. კი, დაეცა. აქ რუმინელებმა სწრაფად ამოწიეს ხაზი დაცვის და იყო იქ პატარა ადგილი ძალიან სანტიმეტრებში იყო ამ ბურთის მორტყმა. ქართული დესანტი როგორ მოგწონს? ქართული დესანტი წყინვალია, ხედავთ ახალი თილისმა ყავს. ალბათ იცი, თეზელაშვილი, ამირან თეზელაშვილი გუნდის თილისმად რო ბრძანდება რუმინეთში. და აქედან გადაწყვეტილი აქვს რომ ყველა მაინც ოღონდ საგარეოს უნდა დავესწრო.
მოაწოდეს რუმინელებმა ბურთი ადვილად მოიგეს მე-6 კაცზე. იმდენად სწრაფად გააკეთეს ეს ყველაფერი, რომ ჩვენები ვერ მიხვდნენ. თუმცა ბურთი არც თუ ისე შორს წასულა, ისე რუმინელების არის, მაგრამ საკუთარ 22-ში არიან და ფეხით გააკეთა ეს ყველაფერი კალაპეტიანუ, ფეხით გადაიტანა, დაარტყა ისე რომ არც თუ ისე შორს ჩვენი იქნება ამჯერად დერეფანი, ისე რუმინელების ნახევარზე ვიქნებით. აქ კი კაცი ვხედავთ, ძალიან კარგი იყო რამოდენიმე მომენტში. თამაშ ჭედლიძე ჩვენი მე-14 ნომერი. ფიზიკურად ძალიან ძლიერია და წინა წლებთან შედარებით მას სისტრაფესაც საგზავნოთ უმატა ნიაზ თუ აქამდე იყო მხოლოდ ესეთი გამგლეჯი მოთამაშე ეხლა უკვე სისტრაფესაც ეთყობა რომ ეს ძალიან კარგი ჩვევა და იმას ქნა დახვეწა ამ ბოლო დროს დაცვაში ზუსტი თამაში წინვალე იყო აუჩინემსაძე წინვალე უბრალოდ ჭედლიძე გადაცემას კარგია ჭედლიძე კაჭარავა და ხელით ჩაურტყეს კაჭარავა იყო შეტევაში და წინ გაუვარდა ბურთი და ეუფლნენ რუმინელები ისე კომბინაცია რომელსაც აკეთებდნენ ჩვენები ძალიან დახვეწილი იყო და ის პირი უჩენდა არ უნდა დაგვივარდეს ეს ბურთი როდესაც 70 მეტრიდან ურტყავენ გამახსენდება ხოლმე თემურ ბენდიაშვილის სიტყვები როდესაც 11 მეტრიდან დარტყმულ პენალსაც კი იღებს ზოგიერთი მეკარე ოჯახი მეკარე იქ 70 მეტრიდან დარტყმული ბურთი ელემენტარული და მალაღურაძემ ხედავ რომ წინვალეთ დაარტყა 10 მეტრიან წუთილ ხასთან გადაიტანა ბურთი დააბრუნა იქ საიდანაც დაიწყო ყველაფერი იმას ვიძახდი აჩიკო რომ ლაშა მალაღურაძე აქვს ძალიან ძლიერი ფეხი მე მაგრამ ძლიერთან ერთად ტექნიკური ფეხიც აქვს მე მაგის ნომერი მახსოვს თბილისში გაკეთებული თბილისის ტურნირზე როდესაც მარცხნივ უტედვა და მარჯვნივ შეტრიალებული პასი დაუკიდა მაღალი მე მგონი არგენტინელებთან გეუბნები როდესაც სახეზე დავინახავ აი პირდაპირ ის ეპიზოდი მახსენდება ხოლმე. ამასობაში რუმინელები არიან. რუმინელები არიან ის მომენტი ძალიან კარგი იყო, როდესაც კაჭარავას ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ აკეთებდა იმ გადაცემას ბოჭვის დროს. ელემენტარულად ხელში მოხვდა მოწინააღმდეგის ხელი და ამიტომ არასწორად არც ისე კარგად გამოვიდა. ჩვენია ბურთი, მაგრამ გვაწვევია რუმინელები ვერ მოახერხეთ. კარგი მოლის ჩამოყალიბება. აი ახლა უკვე შევიკარეთ ბურთსაც. ვაკონტროლებთ ჩვენ და აი დავძარით მოწინააღმდეგე. დავძარით ნემსაძეა ბურთით. ხილაიშვილიც მიეხმარა და მოწდა კიდევაც ნემსაძე თვითონვე წაიღო. გააჩერეს ლობჟანიძე გამოიტანა ბურთი, მალაღურაძე, შარიხაძე. ისე მალაღურაძე გადაცემა ასაჭირო. ჩაურყეს ბურთში, მაგრამ ისე ჩვენია ბურთი. კვირიკაშვილი წინთავი გამოიტანა ცენტრამდე ბურთი. წინთავის უპირატესობა გვაქვს. და აქ კი რა მოხდა წინთამაში ჩვენს გაგვივარდა ბურთი წინ და დაგვიბრუნა ის ხეირი, რასაც გვათამაშებდა ირლანდიელი მსაჯი გარი კონვეი, რომელმაც ჩვენ საზარგებლოდ დანიშნა შერკინება. ის კინაღა დაგვაუწდა ის რაც დღეს თამაშდება პარალელურად. ეს გახლავთ ანტიმოზივერიელის თასი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საწილო თასი ჩვენს და რუმინელებს შორის, რომელსაც დასაბამი მიეცა 2002 წელს უკაცრავად, 2002 წლიდან. ყოფილი მორაგბის მორაგბეების ზალგიგინეიშვილის იდეა იქნა მხარდაჭერილი თამაზ გელაძის მიერ და შესრულებული გია ჯაფარიძე ასევე ყოფილი მორაგბის მოქანდაკის საზოგადოებაში ძალიან კარგად ცნობილი პიროვნების გია ჯაფარიძე საზოგადოებაში ცნობილი გახლავთ როგორც მოქანდაკე და შეიძლება ახალი თაობისთვის ნაკლებად როგორც მორაგბე გეტყვით იმასაც 70-იან წლებში გია იყო თბილისის ლოკომოტივის არა მარტო ძირითადი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, არამედ კაპიტანი, სხვა შორის დამთხოვარი. ვახო ფეტუიაშვილი და გია ჯაფარიძე იყვნენ მაგ წლებში კაპიტნები გუნდის და ერთის და მეორეც მოქანდაკეები იყვნენ. ისე სხვა შორის რივიც მოქანდაკეა და მოქანდაკე გახლავთ ლეგენდარული ფრანგი მორაგბე. ხო, ეხლა იმისი რა გითხრა, იგივე განსხვავება არის, მე მგონი გიასა და მას შორის კულტურაში რაც რაგბში. რივსა და გიაშვილი. და მივაწექით, ნია ძალიან კარგი იყო ჩვენი გორგოძე. გორგოძე ბურთით. დახმარებასაც ლობჟანიძე გაითავისუფლა ხელი გამოიტანა მალაღურაძე იქვე შეუტია. დაკეტილი იყო იქ მარცხენაფ და ამიტომ იძულებული იყო თვითონვე შეეტია. მიხეილ არიაშვილი, ააგდო ბურთი, გუდის კაპიტანი შალვა სუთიაშვილი, ჩვენია ბურთი, ლობჟანიძე. ისე შეუტია გორგოძე, კარგი იყო. გაგრძელება მოუნახეს ჩვენებმა იურე ნატრიაშვილი იყო ბურთით. მარჯვენაფ თამჯერათ უკვე. მალაღურაძე, შარიხაძე, ცრუმოძრაობა, შიგნით გადაცემა და წინთამაშია. წინთამაში რუმინელები აკონტროლებენ ბურთს, აი ვნახოთ დასრულდა აქ უპირატესობა, რაც ჩვენ გვაძლევს ხელს, რა თქმა უნდა, დაიჭირა და ფეხით ვნახოთ ძალიან კარგად შორს შემოაგდეს სწრაფად რუმინელებმა. დაცვის ხაზი კარგი რუმინელების. ამოწეული აგვექცა თითქოს მოტეზატური დაბრუნდა მოედანზე იმის თქმა დამავიწყდა შენ შეამჩნიე მე ახლა რაღაც შევამჩნიე მხოლოდ და მხოლოდ რუმინელები შეტევაში
გამწარდნენ. ცოტა ავანტურაზეც დაიწყეს თამაში. ხელი თამაში დაიწყეს იქ საიდანაც უჭირდათ მათ ბურთის ხელით წამოღება, მაგრამ ეხლა იძულებული ხდებიან. შეტევა მათია, ბურთი მათია, ჩვენ მოედანზე არიან, აკონტროლებენ ჯერჯერობით და ხშირად ცვლიან შეტევის მიმართულებას. მარცხენა და მარჯვენა ფრთა. ამჟამად ისევ მარცხენა ფრთაზე დაარტყეს. პატარ-პატარა დარტყმებით, ახერხებენ წინ წასვლას. აი ამჯერად როგორ მოახერხებენ? ნახოთ. წინ თუ ამოუწევთ დაცვის ხას ვერაფერსაც ვერ მოახერხებდნენ. ვერც მოახერხეს. გამოიტანეს ბურთი, გამოიტანეს ისევ რუმინელი და აი ამჯერად გაძვრა უკვე. რამოდენიმე ხარტულში გაძვრა რუმინელი მორაგბე, აკონტროლებენ ისევ მარცხენა ფრთა. რიცხობრივი უპირატესობა არა აქვთ ამ ფრთაზე, თუმცა იმდენი მოთამაშე ყავთ ჩართული ამ ფაზებში, რომ გარეთ დარჩენილი ძალიან ცოტანი არიან. გუდის კაპიტანი ურსაკი გამოიტანეს ბურთი, მაკოვი გახდა. უკამ დაიჭირა. გავაჩერეთ კარგად, არ უნდა დავჯარიმდეთ. ძალიან მარტივი სიტუაციაა. გამოიტანეს რუმინელებო მარცხენა ფრთაზე. ხედავთ 10 მეტრიან წყვეტილ ხასთან მიდის ომი ნამდვილი. კი და უკვე მეოთხე არა მესამე წუთია უკვე ეს მთელი სერია აწყვეს რუმინელებმა ალბათ ფაზები რო გადააბა ერთმანეთს იქნება მერვე მეცხრე ფაზა მაგრამ ეხლა წინ ხوار გაუვარდა ბურთი არა უშავს საჯისთვის არა უშავს მარცხენა ფრთა შეტევა გავაჩერეთ კი გავაჩერეთ აპოსტოლი უტევდა ეხლა ბურთით მაგრამ ესეც მოვიგერიეთ ესეც გავაჩერეთ და ბურთს აკონტროლებენ თანა ჯარიმის გარეშე რუმინელებმა მოახერხეს ამასობაში და გადასცენ იმ 10 მეტრიან ზოლს და რამოდენიმე მეტრი წაიწიეს წინ და ძალიან იშვიათია ხონიას ესე როდესაც ამ თითო დარტყმაში ცვლიან შეტევის მიმართულებას თითქოს არ უნდა გქონდეს ამას ესეთი კარგი შედეგი შედეგი არც არის დიდი მაგრამ ძალიან ხშირად ცვლიან შეტევის მიმართულებას ჩვენებს ამოწევენ ახლა ხას კიდე უფრო შეუზღუდავთ შესატევა რეალს მოწინააღმდეგეს ასეც მოხდა მარცხენა ფრთაზე გამოიტანეს ძალიან სიღრმეში აიღეს რუმინელებმა ჩვენი დაცვა ამჯერად ცოტათი გაჩერებული იყო და სწორედ ამიტომ მოახერხეს და წინ წაიწიეს ისევ მარცხენა ფრთაზე გამოიტანეს ბურთი ეს უკვე შესვლაზე შემოსული იყო ხო 18 ნომერი ხორაციო პუნჯა და ჩვენია იმდენ იქნეს რუმინელებმა ეთყობოდა კიდევაც ნიას დაახლოებით 7-8 ფაზიანი შეტევა იყო ვერანაირად ვერ მოახერხეს რუმინელებმა წინწევა ეს რა თქმა უნდა ჩვენი დაცვის ძალიან კარგი დათო კაჭარავის ძალიან კარგი თამაში ნახე ახლა ბურთის ამოღებაზე დათო კაჭარავა მითამაშა ფანტასტიურად ამ ეპიზოდში თან ისე რომ მოწინააღმდეგეს უნდა მისცე ძირს დავარდნის საშუალება შენ ფეხზე უნდა დარჩე შენ ფეხზე უნდა დარჩე ძალიან კარგი იყო სწორედ მაგას ვიძახი დაახლოებით 7-8 ფაზიანი შეტევა იყო თუ მეტი არა მე რაც დავითვალე 7-8 არა მეგობრებო ბევრი იყო აჭკო პარეთ 12-13 იყო რუმინელებმა წინ ელემენტარულად ვერ წაიწიეს არ თვლიმე ხა 1 და 2 მეტრს მოახერხეთ ის რომ გავაჩერეთ ძალიან აგრესიული და მწყობრი დაცვით და საბოლოოდ ასეც მთავრდება, როდესაც კარგად იცავ თავს, მოწინააღმდეგე იძულებულია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვოს გარეთ, ან ისეთი მოთამაშე უტევს, რომელსაც უკვე დახმარება აღარ ყავს იქვე ახლოს. სწორედ ამიტომ სარგებლობ და მოწინააღმდეგეს აჯარიმ. ეს კი გუნდის კაპიტანი გახლავთ, მიხაი მაკოვი. სწორედ იმაზე მოგახსენებდი რანთიბო ზივერიელის თასის თაობაზე 2002 წლიდან თამაშდება ეს თასი ჩვენსა და რუმინელებს შორის ჩვენ მოვიპოვეთ 8ჯერ რუმინელებმა მოიპოვეს 5ჯერ როდესაც აქედან მიდიოდა ვასკო აბაშიძე უთხარი და მიქონდა ეს თასი იღლიაში ამოდებული უთხარი იქ არ დარჩეს მეთქი და არანაირად არ დამრჩებაო დამპირდა მე მგონი ვასრულეთ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ყველაფერი მაგისკენ მიდის ხო ხედავთ მე-19 ნომერი და ასევე ზურაბ ჟვანია არის შემოსული ანუ მოედანი დატოვა ჩვენმა ორმა ნომერმა და ეს გახლავთ ირაკლი ნატრიაშვილი და მის ნაცვლად ზურაბ ჟვანია შემოვიდა სტად ფრანსეს მოთამაშე გახლავთ და მე-19 ნომერი შემოვიდა ლევან დათუნაშვილი რომელიც მეორე ხაზში შეცვლიდა და ან ნემსაძეს ან მიხაუტაძეს ხედავთ. სწორედ მან მოიგო ბურთი დავით ზირაქაშვილი. გამოიტანა ბურთი ვასკომ სიღრმეში გადააწოდა ბურთი. მალაღურამ მარჯვნივ ჩვენა მოძრაობა, მაგრამ მარცხნივ გააგრძელა შეტევა. თოდუა მოძრაობა. კარგად დადგა ფეხში. 22 მეტრიანში შევიდნენ ქართველები. ჩქარა გამოიტანენ არა ეს როგორი ჯარიმას გავდა? არა? და წინ თამაშია ჩვენზე. აქ უნდა გავოცდით. ავიღოთ ეს ბურთი რაც შეიძლება მალე ასეთ ხილაიშვილი. კარგი იყო. ორივე ეპიზოდში კარგი იყო. დაიტოვა ბურთი. ჩვენიები და ჯარი. ეს უკვე ჯარიმა. აჯარიმდა რუმინელები. აქ არ უნდა იჩქაროს ლობჟანიძემ. იყო იქ მომენტი, ყოველ შემთხვევაში ისეთი კადრი იყო, ისეთი რაკურსი იყო, რომ არ ჩანდა რეალურად თუ რა მოხდა. ალბათ წინ გადაგვივარდა ბურთი და აქ ტრავმა, რომელიც ჩვენმა შეგონებული იყო. ხილაიშვილი. კი, ამ ერთ დარტყმას გაუძლო მეორე დარტყმასაც და იქ უკვე ხორცსაკე მანქანაში მოხდა. მე მგონი ჩვენება შემოხრეს. აქ აშკარაა რომ რუმინელები არ ღვევდნენ თამაშის წესს ხედავთ.
კი რომელიღაცა ჩვენიანს მოუხდა შემთხვევით მოხლე. მაშასე დათუნაშვილი გამოვიდა მოედანზე, ვის ნაცვლად ჯერჯერობით ვერ დავაფიქსირე. ნემსადე შეცვალა ნიას. ზურკო ჟვანია გამოვიდა მოედანზე ეს ფაქტია. ზურკო ჟვანიას შეგახსენებთ, რომ ამ გათამაშების მოწინავე მელელო ეგახლავთ 4 თამაში აქვს 5 ლელო გატანილი, ამდენი არავის არ დაუდია. და 12-3 ვიგებთ და აუჩი გადავიტანეთ ბურთი ძალიან სწორი გადავიტანეთ ნიას აუჩი არ გადავიდა ბურთი მოწინააღმდეგის ლელოში შევიდა და იქ დაამიწეს 22-იანი დარტყმა იქნება. მე არც კი გამიხედე ახლა ეკრანისკენ დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ ამას გავაკეთებ. ძალიან მოვინდომეთ ახლოს მისვლა რომელსაც ჩათვლის მოედანდა თან, მაგრამ არ ეს თამაშია სადაც პრაგმატიზმის დიდი წონა აქვს. ჯობდა 5 და რომელთა მეათე ნომერი დენუს დუმბრავა. შორი დარტყმით ძალიან შორს დაარტყა, ისე რომ ბურთი ჩვენ 22-ში შევიდა. გრძელი გადაცემა და აი გრძელი და ძლიერი ფეხი აქვს და ლაშა მალაღურაძე მან დაარტყა, ისე რომ პირდაპირ გადავიდა ბურთი აუჩი და ეს ყველაფერი მოხდა ისე რომ მინიმუმ 30 მეტრს ურტყავს აუჩი. ძალიან კარგი იყო ამ შემთხვევაში განუხდეთ სიტუაცია. ცოტა დასანანია ის არც თუ ისე კარგად შესრულებული დარტყმა, რომელთაც ვერ გადავედის ტელეფონში, აუჩი, მაგრამ ხდება ხოლმე ძალიან ხშირია ესეთ შემთხვევები. რომელთა ტელეფონი ოთარ ტურაშვილი. ძალიან ხშირი რა მოგახსენო აჩქო. ნება მომეც და შემოგედავები საკმაოდ იშვიათია მაგ დროს. არ გადაგდება, მაგრამ ამუკა გორგოძე მოიგო აუჩი ბურთი. მარცხენა ფრთაზე ვათამაშებთ ბურთს. გადასარევი გაგრძელება არის. ეხლა რა სიტუაცია შეიკრა? ჩვენია ბურთი, რაკი? ჩვენია ბურთი ლობჟანიძე გამოიტანა. აქ უკვე საერთო საქმეში თუ არ ვთქვი გორგოძე იყო, ეხლა შეცვალე შეტყვით ძალიან კარგად. ლობჟანიძე დარჩა ფეხზე. უკეთესი იყო პასის გაკეთება, მაგრამ დარჩა ფეხზე. დაიტოვა ბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად ეს იყო და ამჯერად უკვე მარჯვენა ფრთაზე ვაგრძელებთ შეტევას. კაცში გააკეთა გადაცემა ეხა შარიქაძემ და ზირაქაშვილმა ბრწყინვალე წაიკითხე ეს ყველაფერი. აქ დაუფარეს მეკოს ფეხი დაარტყეს, მაგრამ წინ თამაშია ეს, რა თქმა უნდა, წინ თამაში იყო. აქ ზურგს უკან გადაცემა გადაწყვიტა მეკომ, მაგრამ არც ისე კარგად გამოვიდა, დაიკითხა რუმინელმა და ძალიან რთულად შესასრულებელი ტექნიკური ილეთი ჩაიჭრა, ოღონდ წინ თამაშის ფასად. ანტიბოზივერილის თასის შესახებ უკვე მოგახსენეთ, რომ 2002 წლიდან თამაშდება. იმ შემთხვევაშიც კი სიტყვაზე ვიძახე, რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი არ მაქვს ამის, რომ ფრედრო დამთავრდეს, ასეიშვილი შემოვიდა ამასობაში. ჩილაჩავა შემოვიდა, მთელი პირველი ხაზი შეიცვალა. მთელი პირველი ხაზი გამოიცვალა. ფრედ დამთავრების შემთხვევაშიც ბუნებრივია ჩვენ დაგვრჩება, გავარკვიეთ ისიც, რომ გიორგი ნემსაძის მაგივრად იყო გამოსული დათუნაშვილი. იმიტომ რომ კოტიკომი გალუტაძე მოედანზე დავინახე. დათუნაშვილმა მოიგო ბურთი. მოვიგეთ აუჩი ბურთი, შევკარით მოლი და ვაწვევით. ვაწვევით ძალიან კარგადაც, ვახერხებთ ამ ყველაფერს, ჩილაჩავა ჩაერთო საქმეში, ხედავთ რა კარგად დავატრიალეთ, ავირიდეთ პირველი გაჩერება, ხედავთ რომ ვაწვევით და ჯარიმაა ჩვენი უპირატესობას ვთამაშობთ. ჩარიქაძე თვითონვე წავიდა. მოლის განზრახ ჩაქცევისთვის ჩვენია ბურთი, მალაღურაძე ფეხით შეიძლება ასე თამაშიც, იმიტომ და თუ მიასწრობს, აბა ვნახოთ ახლა ვის დარჩება ბურთი. არა, ჩვენია ჯარიმა, აქ თოდროა კარგი იყო ძალიან. ბურთი ჩვენია, ხეირს თამაშობდით, უპირატესობას გვათამაშებდა მატჩის მთავარი არბიტრი მოლის განზრახ ჩაქცევისთვის და აქ მალაღურაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ცოტა ავანტიურულად, მაგრამ შეასრულა ფეხით გადაცემა, დასაკარგი არაფერი არ გქონდა, ბურთი ისევ ჩვენი იყო. ამ შემთხვევაში ნახოთ რას გადავწყვეთ, მერაბ კვირიკაშვილი და წესით კარში უნდა დავარტყათ, ეხლა ეს ნამდვილი სამი ქულა, ამიტომ ასეც ვიქცევით, კარში არტყავს მერაბ კვირიკაშვილი. ხო, მე ცოტა შემომივიდა ნამდვილი სამი ქულა თქო, ას თუ ისე მარტივია. ისე მოგდის ახლა აჩქო ჩვენ დათვი გაგვათამამა ეხლა უკვე ხორცინაწილებდენო, ფლათესეც ნოვიზავთ. ხო, თუმცა გაგვათამამა ეხლა ჩვენ მერაბ კვირიკაშვილმა ძალიან კარგად ასრულებს ამ საჯარიმოებს და წესით აქედან უნდა გაიტანოს. გეტყვით იმას, რომ რუსებმა მოახერხეს და აჯობეს პორტუგალიელებს. სხვა შორის იმასაც გეტყვით, რომ დიდი 6 ერის გათამაშების სამი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება დღეს. ერთი უკვე დაწყებულია იტალიელებსა და უელსს შორის. 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყო შოტლანდიელები, 18 საათსა და 30 წუთზე შეხვდებიან ირლანდიელებს, ხოლო დელიკატესი იქნება ინგლისისა და ფრანგების მატჩი 21 საათზე.
აკი მერე კვირიკაშვილი. ვისაც საშუალებით შეგიძლიათ უყუროთ, იმ საშუალებებით უყურეთ ბატონებო. დაარტყა და ხა. გაიტანა! ამჯერადაც გაიტანა 15-ით 3 ხო? 15-ით 3. ფანტასტიკურია მეკო. ნუ ურტყავს არანორმალური სიზუსტით. რა ეს ახლა ადვილი და საწყველი რო არ არის. ძალიან გამოცდილი დამტყველებისთვისაც და მეკოს ნამდვილად არ აკლია გამოცდილება. ლიდერობს ნიაზე ხა ლიდერობს ამ ნამდვილად არ აკლია. თუ კი ზურაჟვანია ლელოებით არის ლიდერი, მეკო არის საერთოდ მოპოვებული ქულებით ლიდერი ამ ჩემპიონატის. აკი რა მოხდა არც 94 მაინც ატარებს ბოლოს და ბოლოს ეროვნული ნაკრების მაისურით. ყველაზე მეტი. კი. ყველაზე ახლოს დათო კაჭარავა, რომელიც 91 მაინც ატარებს დღევანდელ დღეს, მამუკა გორგოძე 59 მაინც ატარებს. ანუ პასუხი იმათ, ვის კითხულობს თუ როგორი თაობათა ცვლა გვაქვს ნაკრებში, ჩანს კიდევაც 3 მორაგბე ჩავუთვალეთ, რომელსაც ყველაზე მეტი კეპი აქვს და დანარჩენები უკვე მოდიან ის ახალგაზრდები და ის პატარ-პატარა ბიჭები, რომელიც ნიაზ უნდა გააგრძელოს და გააგრძელონ კიდე რაგბის თამაში საკმაოდ განსაკუთრებით მომწონს აი ეს პატარა ბიჭი ახლა შუაში რო დგას მან. ზურქო შვანია. შერკინება აკი მოხდა ის რომ ვერ ავიღეთ კარგად განახლებული თამაში და რო განაახლეს რუმინელებმა თამაში დავჯაბნეთ ეხა დავჯაბნეთ შერკინებაში და ჩვენ დავჯარებდით. და ჩვენ არასწორი მიწოლისთვის. ნუ სადაოა, მოდი ვიკამათოთ, მაგრამ მოდი ნუ ვიკამათებს. ჯობია ნუ ვიკამათებთ. ფაქტი იყო რომ ვაჯობეთ მოწინააღმდეგეს ახლა მიწოლაში და შერკინებას ყველა თავისებურად კითხულობს რა სხვადასხვა ეს ხედავთ ვაწვევით ახლა აქ ახლა ძნელი ბევრი საკამო თუ არ იქნება და საჭორაო იმაზე რა გადაწყვეტილებას მიიღება რუმინელები მე მინდოდა მე თქვა რომ დაარტყავენ აუჩი თქო თურმე რუმინელები არც მეტი და არც ნაკლები დამტყმელი შეცვალეს და ეს გახლავთ დომბრავი კი დენუს დომბრავა გახლავთ მე-10 ნომერი ურტყავს და იმის თქმა ძალიან დარწმუნებულს მინდოდა მე თქვა რომ აქ ერთადერთი გამოსავალი აქვს რუმინელებს რომ გადაიტანონ აუჩი ბურთი და იქიდან დანახორციელონ შეტევა მაგრამ ეს თუ გახსოვს პირველ ტაიმში ქონდათ რუმინელებს კარში დარტყვის შანსი ყველა დაარტყეს და რაც გააკეთეს ყველა ერთი შემთხვევა იყო როდესაც არ დაარტყეს თავიდან სანამ გაუცურდებოდა მეორე მომენტი ხოდა ჯარიმის და აუჩი გადაიტანეს და ის აუტი ძალიან ცუდად ამოაწოდეს ამიტომ ეს არ დაფასება მოწინააღმდეგის თან საქართველოს ნაკრების არც თუ ისე კარგად გამოუვიდოთ ეს ყველაფერი. დენუს დუმბრავა დაარტყა და მან კი ზუსტად შეასრულა. კი, მან ზუსტად შეასრულა 15 გახდა ანგარიში. ანუ დისტანცია შეამცირეს ჩვენთან ქულებში. რამდენად შეამცირებენ იმისათვის რომ ეს მოსაგებად ეყოთ ეს ძნელი საქმეა. და მე მგონი სურუჯუ გამოვიდა, იცი მოედანზე სურუჯუ 21 ნომრით რუმინელთა მე-9 ნომერის შეცვალა ვალენტინ კალაფეტიანი. მე კი ეჭვი მაქვს რომ ლაშა ლომიძეც უნდა იყოს მოედანზე გამოსული. კადრში მოვყარი მას 23 ნომერი ბექა ბიწაძე გვიწერია და ბექა ბიწაძე გამოჩნდა ნამდვილად. დაკიდეს ჩვენა მაღალი ბურთი და რუმინელებმა იყო ჩაყეს აერში. ლომიძე შემოსულია. ლომიძე შემოსულია ფაქტია 20 ნომრად. მოიგეს მაგეროთ ამ წუთში ვერ გეუბნებით, ამას დავაკვირდებით და მხოლოდ მაშინ მოგახსენებთ, იმიტომ რომ ჩვენც იგივე პირობებში ვართ როგორც ის თქვენ, მეკომ დაიჭირა ამასობაში ბურთი და ფეხით გადაუკიდა ისევ დაინახა რუმინელები და დაიჭირა ყურით. დასაჯა კიდევაც ფაქტი ცხადი ერთია რომ ჯერ უნდა დაინახო, მაგრამ შესრულება დანახulis და რეალიზება იმ იდეის რომელიც გაგიჩნდება თავში ეს არც ადვილი საქმეა. ხოლმე აქ სისტრაფეებია, რა თქმა უნდა, პლუს სირბილი ემატება ამ ყველაფერს და სწორი გადაწყვეტილების მიღება. ზურგო ჟვანია კაცში. დავიჯერო დღეს ულელო უდგავა თამაშიდან? There's no gap. You take your gap. მე მგონი ჯერ დრო საკმარისზე მეტია იმისათვის რომ მონახოს ზურიკო ის ხრელი რა ყნოსო აქ ამ კაცამ ლელოსკენ მე-4 ოქტომბერზე აქ ეს რუმინელებმა მოიგეს კიდევაც საკმაოდ კარგი აუტი მოიგეს მე-4 კაცზე უპირატესობა აქვს რუმინელებს კი უპირატესობა ხონდათ წინ თამაშის უპირატესობა იყო აქ მამკა გორგოძემ თავში წაიშინა ხელი, ნუ მას დააბრალეს თითქოს წინ გადამოიარტყა ვურცხელი, ნამდვილად არ შეხებია. მოვნახოთ. საერთოდ არ შეხებია. ანუ წინ გადავარდნილი ჰაერში თამაშის შემდეგ. ნუ ჩათვალა რომ მამკა გორგოძეს ჩაუდგა წინ თამაში. ხო, ნუ ეხლა საჯის პედანტურობა უკვე
and open up, please. Okay? არა უშავს გაყურებას შეკინება არის რუმინელების სიტუაციაში თუ მხედველობაში მივიღებთ რომ თამაში ბუხარესტში ყოველ შემთხვევაში ამ წუთამდე ესე გვეგონა 79 წუთია და 6:15-ია თავიდან დადგება სილოფსაჯი მაყურებელს ცეს პატივი და ინტერესი არ ნიას გვაქვს ხო დრო სანამ შეკინება დგება და მოწინააღმდეგის ნახევარზე ვართ მოდი რამოდენიმე სრულდება ხო ამით საქართველოს ნაკრები ასრულებს პირველ ეტაპს მომზადების მსოფლიო ჩემპიონატის წინ და მოდი რამოდენიმე სიტყვა თქვათ იმაზე თუ რა გზა განვლო საქართველოს ნაკრებმა და როგორ გააკეთა ეს ყველაფერი და მოგწონს თუ არ მოგწონს და თქვათ რა დადებითი დავინახეთ ხო ამ ყველაფერში მე პირადად ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ ძალიან დადებით იმპულსებს ხედავ და ძალიან დადებით სიგნალებს ხედავ ამ ყველაფერიდან მოიგეს რუმინელებმა კარგი იყო ლობჯაიძე გავაჩერეთ ძალიან კარგ და დადებით სიგნალებს ხედავ გამოჩნდნენ ძალიან კარგი მოთამაშეებიც ის მოთამაშეები რომლებიც ნამდვილად ეკუთვნით საქართველოს ნაკრების მაისურის მერგება და წითამაში აი ხა ძალიან კარგი სიტუაცია შეგვექმნა ლომიძე ბურთით დაადო თავი და გაიარა რამოდენიმე მეტრი წინ გადაწმინდეს რაკი გადასარევად აქ პასის რა მოგახსენო არც თუ ისე კარგი ვერმის და უკვე ლაშა და მე მეძლევა შანსი რომ დავამთავრო ჩემი აზრი და მე შენს კითხო შენი აზრი ნუ რამოდენიმე ძალიან კარგი მოთამაშე გამოჩნდა იმ ახალგაზრდა ასევე სათამაშო სტილიც თქვა შევხედოთ საქართველოს ნაკრების დღითი დღე იცვლება და ნელ-ნელა ჩნდება ის მონახაზი თუ როგორ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა ის რომ მარტო ჭიდაობით და ძალისფერი თამაშით ფონის გასვლა ძლიერ მეტოქეებს ან ძალიან რთულია დღევანდელი თამაში არის ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი როდესაც რამოდენიმეჯერ მოახერხეს რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე მე ძალიან დადებითად ვაფასებ იმ სამუშაოს და იმ ვთქვათ იმ მოთამაშეების ნაკრებში გამოძახებას რომლებიც ვთქვათ დღემდე მე ვიხილე ჩვენ შესვენებაზე საუბრობდით იმაზე რომ 3 ცხანომერია ერთად საქართველოს ნაკრებში ბეგაძე ლომიძე და უკაცრავად ბეგაძე ლობჟანიძე და ხუციშვილი რომელიც ერთმანეთს არც ერთი არ ჩამოუვარდება მოგეხსენებათ კონკურენცია ქმნის ზუსტად აი ზუსტად ბეგაძე გამოვიდა ახლა უკვე და სამიო საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს ნიაზ ეგეც აღარ ვასილ ლობჟანიძეს მაგივრად ვასკოს ტაშის მეტი არაფერი არ ეკუთვნის თამაში რა თქმა უნდა ვასკოს დასახოცით აქვს რაღაცეები მაგრამ სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ის რომ კონკურენცია ქმნის ზუსტად მაღალ შედეგს და სამი ძალიან კარგი დონის ცხანომერი ყავს რომლებიც ნუ გამოიბრძმიდებიან მოდი ესე ვთქვათ თამაში მე ყო ამასობაში ბურთი დაკიდა მაღალი ბურთი თვითონ უნდა მივუსწროთ ამ ბურთს მიუსწროთ აზუხუციშვილი იყო ბურთზე დარჩეთ რუმინელებს ისე რომ წინ თამაში არ არის ჩვენ წინ არ გადაგვარდნია და ვაწვევით მოწინააღმდეგეს ვახევინებთ ჯერჯერობით უკან ყველაფერი ეს ხდება მოწინააღმდეგის 10 მეტრიან ზოლთან ცენტრიდან რუმინელებმა აიღეს ბურთი და გადაწყვიტეს რატომღაც ლაშა ლომიძეზე დატაკება და იქ გავლა მაგრამ ნაკოვი გახდა გუდის კაპიტანი ეს გამოიტანა სურუჯიუ ისევ მარჯვენა ფრთა წინ ვერ მიიწევენ ჯერჯერობით რუმინელები, ნუ ხედავთ უკან არ არის თავისუფალი ადგილი, ყველაფერი დაკავებული აქვს ქართულ სამოთხედელებს და წინ იძულებული არიან შერკინებით ითამაშონ, შერკინებაში კი ნუ ძალიან კარგი აგრესიული დაცვა, რომელიც ხედავთ რომ ვახევინებთ უკან. სურჯურო გამოვიდა მოედანზე უკაცრავად ეხლა შემომჩნია ან რუმინელებმა 9 ნომერი გამოცვალეს 21 ნომრად გახლავთ სურუჯუ აჩკომ აღნიშნა მარცხენა ფრთაზე გაშალეს აქ თამაში და არც თუ ისე კარგი გადაცემა. ყველაფერი დასრულდა იმითი, რომ რუმინელებმა ტექნიკურმა წურმა იჩინა თავი. ჩვენი იქნება დერეფანი, ხედავთ და ამ დერეფანში ჟვანია მოაწვის. თქვით მე და ნიაზმა და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ აგრესიული დაცვა არის არის ძალიან კარგი საწინდარი იმისა, რომ გუნდმა ითამაშოს შემდეგ უკვე კარგად შეტევაში. ფაქტი სახეზია, ხო? დაცვაში ვდგევართ ძალიან კარგად, შესატევი მომენტებიც გვაქვს და მე მგონი ვიყენებთ ამ შესატევი მომენტებს. შეიძლება 10-ვეს ვერა, მაგრამ ნუ იმ მომენტებს, რომელსაც ვიკრებს, ის პირველ წუთებზე არ ვერ გატანილი ლელო, მხოლოდ იღბლის ამბავია, მე თუ მკითხავდა სხვა არაფერი. იღბლის საჩუქარი იყო რუმინელებისთვის ნამდვილად რა. ისევე როგორც რუმინელთა არ გატანილი სამი ჯარი. ხო, ნუ აი შეიძლება ვიღაცა გამოუცდან მაყურებელს გაუწეს ესეთი კითხვა, რომ აი რუმინელებს რო გაეტანათ ერთი, მეორე, მესამე ჯარი, ეს კითხვა, ნუ შეგიძლიათ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოთ ისევე როგორც ეს კითხვა უჩნდებოდა რუსეთთან მატჩის დროს, როცა მუხლები უკანკალებდა იმ დამტყმელს და მუხლები არა უკანკალდება იმ დამტყმელს, მაგალითად ვარჯიშთან 20 რო დაარტყას იქიდან და 20-ვეს გაიტანს გარანტიულად
პარტიას გადადა თამაშობაში მამუკამ გაჭრა ხაზი გაიწია რამოდენიმე მეტრი ჩინჩი ბეკომ გამოიტანა ბურთი და ისევ შეტევაში არიან ჩვენები და შვანია ბურთი რამოდენიმე ასეიშვილი იყო ბურთით რამოდენიმე მეტრი წავიწიე და 22 მეტრიან ზოლაში ვართ კარგი იყო რომ არ გააკეთა გადაცემა შარიქაძემ შემოჭრმა აიღო ბურთი და ამიტომ არ იყო საჭირო გადაცემის გაკეთება კარგად დაინახა მარჯვენა და მეტრი ვართ აი ახლა მეტრი ვართ უნდა ვითამაშოთ ასეც მოიქცა ლომიძე პასი არც თუ ისე კარგი მაგრამ ჩვენია ბურთი ხოთე მიქაუტაძე არ მოაგდო აპა ჟვანიამ არა ფოკუსის გაკეთება მომინდომა მაგრამ ცოტა უადგილო იყო წინ იყო პასი ბეგო იყო ბეგო იყო როდესაც ფეხს ხვევიდან უნდა და ბურთი გაეტარებინა ხო ნუ მიეს ძალიან საინტერესო თემა შეეხე შენ ეს ლაპარაკი და საუბარი იმაზე რომ გაეტანა და სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი მოდი ასე ვთქვათ რომ გაეტანა იმისთვის რომ გაეტანა ჩვენ გვახსოვს მერაბ კვირიკაშვილი გვახსოვს შოტლანდიასთან მატჩი მსოფლიო თასზე თუ ვირმე სადმე ფეხი შეიძლება აუკანკალდეს მოდი ასე ვთქვათ შოტლანდიასთან საქართველოს ნაკრებს სულ არ ქონია თამაშები ხა ეგეთ დონეზე და 50 და 60 მეტრიდან იტანა კაცმა ჯარიმები წვიმაში და თუ ვინმეს ფეხი უკანკალებს სადღაც ის შესაბამისად ნაკრებს ხო მისი პრობლემაა და ეს არ არის ახლა ვთქვათ იმაზე საუბარი რომ დღეს რამ შეუშალა მაგალითად ხელი ვთქვათ ვალენტინ კალაფეტიანოს რომელიც სტაჟიანი დამრტყმელი გახლავთ რუმინელთა ნაკრების და აქ არ არის ან წაგიო დარტყმა ან ტექნიკურად შეასრულებ ან ვერ შეასრულებ სწორედ იმაზეა და კარგი სუდისგან და საშუალოსგან იმით განსხვავდება რომ ავტომატიზმამდე ეს ყველაფერი გადასული და ეს ციკლი უწყვეტია ყოველთვის დადებითი შედეგი. ახლა გავამდინარე მართალი აღნიშნე შენ რომ საუბარი იმაზე რომ ერთხელ და სამუდამოდ მე მგონი რომ დამთავრდეს რომ აი რომ გაეტანათ და ასე და ის. შერკინება თუ ორსები საქართველოს იგივე ფილოსოფიით შეიძლება მიუდგეთ იმას რომ ჩვენ რო პირველი ლელო გავატანა და ამ შემდეგ დააშენე. ყველაფერი რაც ტაბლოზე იწერება აი ის არის უკვე რეალურად რაც უნდა გავაკეთებინა და რაც გავაკეთეთ. მართალი ხარ აბსოლუტურად. შერკინება იქნება ჩვენი 75 წუთი მინდის თამაში შეგახსენებთ რომ თამაშდამთავრებას აკლია სულ რაღაც 7-6 წუთი და ანგარიში გახლავთ 6-15 ქართველების სასარგებლოდ ჩვენ მოვიპოვებთ ამ გამარჯვებით არა მარტო რაგბი ევროპის ჩემპიონატს ტიტულს ეს მეხუთე ტური გახლავთ ამ ჩემპიონატის ასევე დავეფლებით კიდევ ერთხელ ანტიმოზივერიელის თასს და რა გახდება სხვაობა ჩვენს და რუმინელებს შორის ამ წუთისათვის ჩვენ და რუმინელები სულ 18 ჯერ შევხვდით სხვა შორის ერთმანეთს რა 9 ჯერ მოვიგეთ ჩვენ 8 ჯერ მოიგეს რუმინელებმა და ერთხელ იყო ეს ფრე იყო დაფიქსირებული ბუხარესტში ამავე სტადიონზე 9 დაფიქსირდა 2013 წელს. სხვა შორის უნდა გითხრა რომ ბოლო 8 თამაშიდან კატასტროფული შედეგი აქვს რუმინელებს თუ კი რამე უპირატესობა ქონდათ ჩვენთან მიღწეული ყველაფერი ქონდათ მანამდე რა. ხო, ნიეს ბოლოს რუმინელებმა მოგვიგეს 2010 წელს. აქავე ამავე სტადიონზე 10-22. შეიძლება არის საუბარი იმაზე რომ ჩვენ გავიზარდეთ და აღარ გვეკუთვნის აქ თამაში და უფრო ზემოდგინე თამაში. ერთადერთი გუნდი არის ის რუმინეთი, რომელიც ჩვენთან შედარებით ახლოს არის. თუ ვინმესთან გვინდა რომ დაუმტკიცოთ რომ ჯობნით და უკეთესები ვართ, აი სწორედ რუმინეთი გახლავთ ის გუნდი, რომელსაც 10-დან 10 ჯერ უნდა ვაჯობოთ, რომ მე შანსი მოგვეცეს რომ უფრო ზემოთ და ზემოთ ვითამაშოთ, როგორც ჩვენ ვეთამაშებით, ვთქვათ, სამხრეთ ნახევარსფეროს ძლიერ გუნდებს და ტოპ ევროპულ გუნდებს ისე ეთამაშება თქო რუმინეთიც, მასაც მიეცა შანსი და მანაც ითამაშა. აქედან გამომდინარე, თუ სადმე განვიხილებით, ჩვენი განიხილება რუმინეთის და ის ფაქტი, რომ ჩვენ რუმინეთი დავამარცხოთ რუმინეთში თან ასეთი სხვაობით რა სხვაობასაც ვხედავთ და ის სერია შენასაც იძახი რომ ბოლო 8 თამაშია ჩვენ ვიგებთ, ბოლო 7 თამაშია ჩვენ ვიგებთ. ანუ ისევ არასწორი მიწოლისთვის დავაჯერებთ და ჩვენ ჯარიმდებით. ეს უკვე მესამე შემთხვევაა. არასწორი მიწოლისთვის გვაჯერებენ ინტერპრეტაცია გახლავთ რა. ანუ საბოლოო დასწრ რეზუმე რო გავუკეთოთ იმ საუბარს, რაზეც შენ საუბრობდი აჩიკო, ფაქტი ერთი რამეა რომ ჩვენ მუდმივად უნდა ვამტკიცებდეთ რუმინეთთან თამაში ჩვენ ძალას. რა თქმა უნდა. და ის რომ შეიძლება ჩვენ ვთქვათ რუმინი პორტუგალიასთან ან ესპანეთთან ან ვთქვათ ექსპერიმენტალური შემადგენლობა ვიყოლიოთ და შეიძლება მოხდეს. ის არ დაგვაუწყდეს რომ ელემენტარულია, ხო, ის გუნდი ყოველთვის შენთან გამოდის ბოლომდე იხარჯება, თავს იკლავს და როგორც ჩვენზე უფრო მაღალი კლასის მაღალი გუნდებთან. რა თქმა უნდა და არ ზოგავს არაფერს. ამიტომ იმათაც უნდა ვითამაშოთ ყოველთვის მაღალ დონეზე. მოიგეს რუმინელები ამჯერად კარგად სურუჯიუ თვითონ შეუტია, მაგრამ ჩაუვარდა პირდაპირ ჩვენ მესამე ხაზელებს
მოახერხეთ ჩვენებმა და გააჩერეს მოწინააღმდეგე. აი ძალიან კარგი მომენტია. და ეხლა უკვე ვაწვევ. სამი რუმინელი იდგა, 4 რუმინელი იდგა და არც ერთი ქართველი. რაში? რაც ძალიან კარგად ასახავს იმ რეალობას თუ რაც ხდება. შეხედე, ერთი ბოჭავი და ერთი ქართველი დგას. ამასობაში დათო კაჭარავა მაიკო ბურთი გადააწოდა უკვე პოტომიკალტაძე გახლა. არა, ბიცაძე ბიცაძე შემოვიდა, სხვა შორის არ გვითქვავს ეს. ელემენტარულად გამოგვრჩა ეს ბალაგურაძე და ვეკოს წინ გადავარდა ეს ბურთი. კი, წინ გადავარდა, არ და იყო შანსი. არა და დაგვამშვენებდა ერთი და გულახთილად. სწორედ აი ამას საუბრობდი, ერთი ქართველი, ვთქვათ, აიღო სასათამაშო მომენტი რაკში, როდესაც გადადის თამაში, არის რამოდენიმე 3 ან 4 რუმინელი მორაგბე და ეს ძალიან კარგად აქვს ჩვენებს გათვლილი და ჩვენი მოთამაშე რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს იქ ჩართრეული ამ რაკში. სწორედ ამ შემთხვევაში ძალიან კარგად გამოჩნდა და დააკვირდებით პატრიოტულ ტელემოყურებლებო თქვენს ნახავთ, როდესაც ბევრი რუმინელია და ცოტა ქართველი მორაგბე. ეს რას ადრე მილიციონერები რო იძახდნენ, უსაქმოდ ნუ გაჩერდებით, უსაქმოდ რაკში, თუ საქმე არ აქვს და არაწვევი, არ უნდა გაჩერდე, ელემენტარულად უნდა აიღო პოზიცია. თუმცა როგორც კი დააკლდება იქ რომელიმე რუმინელი, დამერწმუნდა რომ იმ ბურთზე უკვე ქართველები ითამაშებენ და შეიძლება ეს ბურთი წავართვოთ. სწორედ ამიტომ ვერ კეთდება და ვერ ახერხებენ უპირატესობის გაკეთებას და უპირატესობის მოპოვება შერკინებაში. დატრიალდა შერკინება და ბალანსი დაირღვა ახლა. ხო, დატრიალდა შერკინება და ჩვენი ამჯერად აი ახლა გამოჩნდება თუ ვინ არ ღვევდა თამაშის წესს შერკინებაში ძალიან კარგად, იმიტომ რომ თუ წინა ჯერზე იყო ყოველთვის რუმინელთა შერკინება იყო და ჩვენ ჯარიმდებოდით. ამ შემთხვევაში ჩვენი შერკინებაა და ვნახოთ ახლა ჩვენი არასწორად ვერ მიაწვება ამ შემთხვევაში, ხო? ფერხორც არც რუმინელები უჩივიან პირველი ხაზელები, ახლა ჩვენი შერკინება იქნება და ხო, თუმცა საგაგოვიწყდეს მიაზ რომ პირველი ხაზი გავიდა და ისეთი პირველი ხაზი შემოვიდა ჩვენი რომ ნებისმიერი ევროპული გუნდი არ იტყოდა. ინატრებდა. კი, ამ მეორე ჩვენ შემადგენლობასაც. რა თქმა უნდა. გიორგი შეაგდო ბურთი და ხედავთ ვინ არ ღვევდა თურმე თამაშის წესს. ჩავიყვანეთ საკუთარ 22-ში. მორჩენილა თამაში და ლაშა მალაღურა. დასრულდა თამაში, დასრულდა. კი, ხედავთ, მოვიგეთ, ყველაფერი მოვიგეთ ანტიმოზივერილის სასწაულს. ხმაურის და მწვერის გარეშე დაასრულა თამაში, ბატონებო და ქალბატონებო, იმედია ნასიამოვნები დარჩებით, კიდე უფრო ნასიამოვნები იქნებოდით ლელოც რო დაგვედო, მაგრამ რას იზავთ? ამასაც უნდა შევეგოთ, ანტიმოზივერილის თასი ჩვენია და ერთად ას გამარჯვებული წლევანდელი ჩვენ ვართ. მიულოცოთ ქართულ გულშემატკივარს, მეულოცავ საქართველოს რაგბის კავშირს, ულოცავ ბიჭებს, რა თქმა უნდა ამ გამარჯვებას, რომელმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დღეს ჩვენ სიამოვნება მიგვეღო ამ მატჩით და მე ნამდვილად უკმაყოფილო, ნამდვილად ვერ დავრჩები, წინვალი თამაში იყო, ძალიან კარგი მატჩი ვნახე, დაძაბული, სადაც ორივე გუნდს ჰქონდა შანსი იმისა, რომ ეჩვენებინა თავის თამაში, თუმცა სიმართლე ვთქვათ, ქართველები უფრო ძლიერები იყვნენ სხვადასხვა კომპონენტში მოწინააღმდეგეზე, რა თქმა უნდა, ანგარიშშიც გამოჩნდა ეს ყველაფერი. მოვიგეთ კიდევ ერთხელ გილოცავთ, თქვენთვის მუშაობდნენ ნიაზ მამრიკიშვილი და არცულ ჭუმბურიძე. თასი ჩვენია, გადაცემენ ახლა თასს და სავარაუდოდ გვექნება იმის შანსი, რომ გამოჩნდეს. ვასკო აბაშიძე თავისი სიტყვის ერთგული დარჩა და არ დატოვებს ამ თასს ბუხარესტში. რა თქმა უნდა. ნუ ხედავთ, მე რამდენად რჩებოდია ჩვენ ზედიზედ უკვე ანტიმოზივერილის თასი ჩვენია მე 8 თუ მე 7-ით აღმოსვენს. მაგას სტატისტიკას თუ არ გადავავლოთ აჩქო თვალი, აგვერევა უკვე რუმინელებს ელემენტარულად ენატრებათ მაგთასის დანახვა და მე მგონი უნდა თხოვონ ჩვენებს ცოტაღან დაგვიტოვეთო. საქართველოს ნაკრები გახარებული ხედავთ, აქ არიან ბიჭები, რომელთაც პირველად მოახერხეს, ერთ-ერთი პირველად მოიგეს რაგბი ანტიმოზივერილის თასიც პირველად ჩაიდეს, ამოიდეს სიღლეაში. რა თქმა უნდა და მიულოცოთ მათაც ეს წყინვალე გამარჯვება და მოდი ისიც თქვათ დიას რა ხდება და ვთქვათ საქართველოს ნაკრები მე-8 გახდა ჩემპიონი, ხო? რუმინეთი სულ 4-ჯერ არის და პორტუგალიას ერთხელ აქვს, მხოლოდ და მხოლოდ 1000 მოგებული. ნურცის დაგავიწყდება, რომ ჩვენ კიდე ერთხელ მოვიგეთ დიდი სლემი. რა თქმა უნდა. დიდი სლემი მოგებებს იმას, რომ ყველა თამაში მოვიგეთ. სწორედ რომ და ეს ჩემპიონატის დიდი სლემით დავასრულოთ, რა თქმა უნდა, გახარებულები ვართ ჩვენც მოთამაშეებიც. გისურვებთ წარმატებას, აქ ბევრი მოთამაშე ორი ქართველი ერთმანეთს ორი რა თქმა უნდა, თან ორივე ხუკერი. თან არც ის დაგავიწყოთ, რომ იურა ნატრიაშვილი დიდი ხანი თამაშობდა რუბინეთში. ნუ ბუნებრივია ახლა ეს თამაშის შემდეგ მილოცვა და მით უმეტეს როდესაც ქართველი მე რა გოჩა და ხუჩასავით ხო არ შეხვდებიან ერთმანეთს შეგაიგავთ. რა თქმა უნდა, ნუ ნიას შეიძლება ჩვენ ისე თანაც პიროვნულადაც მახსოვს უკვე ეს ბიჭი, რა თქმა უნდა, ჩემი გუნდელი
რა თქმა უნდა ნიას ჩვენ შეიძლება ვერ გამოვხატავთ იმ სიხარულს ახლა რომელიც გვაქვს და ნამდვილად ძალიან გახარებულები ვართ გამომდინარე იქიდან რომ კიდევ ერთხელ მოვიგეთ ყველაფერი თუ რაც შეიძლებოდა მოგვეგო და იმასთან მოვიგეთ ვინც ჩვენი უშუალო კონკურენტი იყო მიუხედავად იმისა რომ ნიაზმა აღნიშნა რუსებთან დათმეს რუმინელებმა გასვლით იმ მატჩში მაგრამ სწორედ ჩვენთან თამაში უწყვეტდა ყველაფერს და აი ახლა მოხდება ის რასაც დიდხანს ველოდის შეუცვლიათ ფორმატი ხედავ ნიაზ აქ გამოიყვანეს კომენტატორები შემდეგ უკვე თასის გადაცემა სხვაგვარად იქნება მე როგორც ანუ რისკ მაგინდა რომ ჩვენს დავხვეწოთ და ცოტა ნაბიჯი წინ გადავდგეთ და დახვეწილია ჩვენთან საკმაოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირები გადაცემა ხოლმე თას გავიმარჯვეთ ნიაზ ვიმარჯვეთ იმ მოწინააღმდეგესთან რომელიც სადაც მოდი ესე ვთქვათ დაგჭირდა ყველაზე რთულ დროს და ყველაზე პრინციპული თამაშები ყველა მოუგეთ პრინციპული მატჩი ხონდა ყოველთვის იქ მოვიგეთ რაც ნამდვილად მეტყველებს იმაზე რომ საქართველოს ნაკრებს კლასი ამაღლებული აქვს და ის რომ საქართველოს ნაკრები ზემოთ და წინ მიდის ამაზე ორი აზრი არ არსებობს მე მგონი შენ დამეთანხმები იმაში რომ ღირსეულად ვიმარჯვეთ, ღირსეულად წინ მივდივართ და ის გადაგვჩენია რომ ეს წინსვლა უსურვოთ ჩვენ ნაკრებს კიდევ ერთხელ. მე კი ის გადაგვჩენია რომ დაგემშვიდობოთ, თქვენთვის მუშაობდნენ არჩილ ჭუმურიძე და ნიაზ მამრიკიშვილი, გემშვიდობებით და ამ ამაღლებულ ნოტაზე არ გაგზავნებოდით.